ამის კონკურენტი პირდაპირ თუ ირიბად კონკურენტი, აი Mercedes-ი, Audi, აი რასაც ჩალიჩობენ ახლა ცდილობენ რაღაცები გამოუშვან, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამას ვერ გადაუღუნავ. ოღონდ სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ვიძახე. აი 3-დან 0-იც, აი 3-დან 0-იც უკვე დღესდღეობით ისეთ ლიტრაჟებს, ისეთ კუბატურებს პირში აწვევს, რომ არ ვიცი, ცოტა უკვე გაკურებულიც ვარ, მაგრამ ფაქტი სახეზია. ნამდვილად ძალიან განსხვავებული ვიდეო უნდა შემოგვეთავაზებინა თქვენთვის, მაგრამ იმდენი რაღაც მოხდა ამ პერიოდში, იმდენი რაღაც შეიცვალა, რომ ერთი ძალიან დიდი საინტერესო ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ დასრულებულ M4-ს, ასევე ბევრმა იცით, რომ პეტაში უნდა გამოგვიწვია და მაგასთან დადგომასაც ნახავთ. ნახავთ თუ როგორ განახლდა ლუქს ავტო, იმიტომ რომ ჩვენ რო დავიწყეთ ვიდეოს გადაღება, ჯერ ძველი ლუქს ავტო იყო და ეხა უკვე განახლებული ლუქს ავტოა და რაც მთავარია, 29 ივნისს სტარტდება უხეში დრაგ რეისი. შეგვიძლია დეტალურად დავიწყოთ უკვე აი ამ ყველაფრის განხილვა და რა თქმა უნდა ამ ვიდეოში ამომწურავ პასუხს გავცემთ ყველაფერს. ჩვენ ვემზადებით 29 ივნისისთვის, სადაც ჩატარდება უხეში დრაგ რეისინგი, ყველაზე ჩქარი დრაგ რეისინგი იქნება, ყველაზე განსხვავებული ავტომობილები მოდიან, აი რაც კი ლამაზი და გადატენილი ავტომობილია, ყველა მოდის იქ რეკორდები მოიხსნას, ერთი სიტყვით ყველაზე გამორჩეული მანქანები გელოდებათ, ყველაზე ჩქარი მანქანები გელოდებათ და ყველაზე სანახაობრივი შეჯიბრი გელოდებათ. 29 ივნისს საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავებული ჩვენი დრაგი არის განსხვავებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იქ აქვთ თავისი წესები, რაღაც წესები ტარდება ეს შეჯიბრი და ჩვენ გვინდოდა რომ ყოფილიყო ჩვენი შეჯიბრი განსხვავებული. ანუ იქ ვინც იღებს მონაწილეობას, აქაც შეუძლია მონაწილეობის მიღება. უბრალოდ სხვადასხვა კლასებში იქნებიან გადანაწილებულები. მაგრამ ჩვენთან ვინც იღებს მონაწილეობას, ძალიან ბევრი ამბობს უარს იქ საქართველოს ჩემპიონატზე რომ გამოვიდეს, თუნდაც იმიტომ რომ ჩვეულებრივი სტრიტ ლეგალი ავტომობილები, ჩვენ რასაც დავარქვით და მაგას ავხსნით, როგორი უნდა იყოს სტრიტ ლეგალი ავტომობილი, ხვდება ბოლიდებს, ანუ დრაგსტერებს. საქართველოს ხაფანგი კაი სიტყვა, ვინმეს არ ეგონოს რომ პირიქით ცუცს ნიშნავს. არა, ხაფანგი ნიშნავს ბოლიდს და სპორტულ ავტომობილს. ეს იმიტომ არ არის რომ რაღაც ჩვეულებრივი მანქანის რაღაც ნელია ან მსგავსი რაღაცები. ანუ ხაფანგი იმას ნიშნავს რომ შენ როდესაც პროფესიონალურად აწყობ ავტომობილს, შეგიძლია ნებისმიერი ზომა დააყენო მანქანაზე საბურავი. შეგიძლია ბარგალკით ამოჭრა შენი კრილო და რაღაცით შეფუთო გარედან მიამახინჯო. შეგიძლია ძრავი აიღო და ჩატე კუზაოში. შეგიძლია რაღაც ტურბინები გარეთ ამოაყოფინო, დააგრძელო, კაპოტი მოხსნა, ქაღალდის დააყენო და ერთი სიტყვით დედა უტირო ავტომობილს და გადააწყო ისე რომ ნამდვილი ბოლიდი იყოს. მაგას ვერ გააკეთებ ჩვეულებრივ ავტომობილზე. ანუ ნახევარი მანქანა უნდა გადაჭრა, დაამჩატო და არიან ისეთი კატეგორია, ეხა მაგალითად პორშეებით რო არიან და ახალი ემებით, მაგალითად ესეთი ემებით, არ უნდა ტიპებს რომ გადაჭრან მანქანები და ზუსტად ეგ არის ის მიზეზი, რომ იმ კლასში არ გამოდიან, იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატზე ეგ კლასი არის გაერთიანებული. ჩვენთან სპორტული სლიკებიც არ არის დაშვებული, ჩვენთან არის ნახევრად სლიკებით დაშვებული, რომელთაც შეგიძლია ქალაქში გადაადგება. ანუ მარტივად რო გითხრათ რა, იქ არის ფაქტიურად ეს წესი არ არსებობს, მანქანა ააწყე, არ აქვს მნიშვნელობა როგორი მანქანა ააწყე, რა ძრავი გიდეს, რა გადაცემათა კოლოფი გიდეს, როგორი საბურავი გიყენია, რა ხიდი გიყენია. ანუ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო და შეხვდები აი ტიპმა რომ იყიდა მანქანა, გააძლიერა, ლამაზი ყავს, რაღაცა ქარხნულ ვიზი არის, ქალაქშიც გადაადგილდება, ეგეთ მანქანასთან. დრაგი ისეთი რაღაცა არის, რომ ანუ თითო კილოგრამსაც აქვს მნიშვნელობა, ანუ დრაგის მთელი ამოცანა 412-ზე არის ის, რომ რაც შეიძლება ჩატე იყოს, კარგი სტარტი ქონდეს, ანუ კარგი მოჭიდება, რაც შეიძლება მძლავრი იყოს ავტომობილი. უყურე, მან პრობლემას ეჩეხებიან, იმ ჩიხში შედიან, რომ მანქანას ვეღარ ამჩატებ. ჩვენი M4 მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ჩატე ვერსიაა და მაინც არის ტონა 800D. ანუ ეგ არის როგორი რაღაც. ეს მანქანა რომ დაამჩათ, უნდა გადაჭრა შუაზე და ხალხს არ უნდა ამ გადაჭრილი მანქანებით სიარული და ვერც აიზუებ. ხალხს უნდა დრაგზე გამოსვლა. თავისნაირ ავტომობილებთან შეგიძლია ჩვენ დრაგზე ძრავი გააძლიერო, კოლოფი გააძლიერო, მაგრამ იგივე უნდა იყოს. რაც კიდე გაუკეთ ტურბინა შეცვალო, მაგრამ უნდა იყოს სტრიტ ლეგალი. სტრიტ ლეგალი ნიშნავს იმას, რომ ქალაქშიც გადაადგილება შეგიძლია. არ უნდა იყოს მოჭრილი პანელები, არ უნდა იყოს გამობრდღუნილი მანქანა. იმიტომ რომ სხვა კლასში გადადიხარ, სალონი აწყობილი უნდა იყოს და გარედანაც ყველა პანელი უნდა კონდეს. ასევე მაყუჩიც უნდა ეყერო, შეგიძლია სპორტული მაყუჩი დააყენო, მაგრამ ანუ არ უნდა გადახსნა კოლექტორთან, ანუ უსაფრთხო უნდა იყოს და არ უნდა ფეთქდებოდე და ასე შემდეგ. ეს წესი იმიტომ არის ესეთი მკაცრი, რომ
კითხვა რო აღარ გაჩნდეს ბევრი. შეგიძლია გააძლიერო კოლოფი, შეგიძლია გააძლიერო ძრავი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაყუჩი უნდა ეყენოს ბოლომდე უსაფრთხოებისთვის, თავისი ქართული სავარძლები უნდა ქონდეს, თავისი გვედები, რომ ეს მანქანა ითვალოს street legal-ში და იმას თავი დავარნებოთ, ეს წესები კიდე რომ შევცვალოთ, ანუ უსაფრთხოება, მაგრამ მოგჭირნოს ვინმეს რამე რომ დაემართოს ჩვენს ღონისძიებაზე. ამიტომ ჩვენ მკაცრად ვიცავთ იმ წესებს, რომელიც წესებითაც ტარდება ღონისძიებები. ამიტომ აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ და თქვენაერ ავტომობილს შეხვდეთ და რაც შეეხება ხაფანგ-კლასს, არავინ არ გზალავს. ყველასთვის ღია არის ჩვენი drag racing-ი. ხაფანგის კლასი, ანუ ბოლიდების კლასი, პროტიპები დავარქვათ. პროტიპების კლასის თუ შეიკრება სიამოვნებით შეგიძლიათ მოხვიდეთ და იაროთ, არავინ წიხლს არ გიკრავთ. ვისაც უნდა გამოსვლა, აი, ხელგაშლილები გელოდებით, ვისაც არ მოწონს და არ უნდა გამოსვლა, რა ვიცი, ნუ გამოვხვალთ, რა გავაკეთო. რაც შეეხება ხაფანგ-კლასს, ბოლიდების კლასს, E-კლასიც თუ შეიკრება და ჩვენთან მოვლენდა უნდათ გამოსვა, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ გამოვიდნენ, თუ არ შეიკრება E-კლასი, რეკორდის მოსახსნელად შეგიძლიათ მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი რეკორდი და მაგაზე ცალკე პრიზი გვექნება, ვინც მოხსნის რეკორდს. აქვე შეგახსენებთ, რომ უკანა წამყვანებში რეკორდსმენი არის Nodo GT Performance, თავისი McLaren-ის და კიდევ ერთხელ თუ მოვა და იმ რეკორდს გაუმჯობესებს, დამატებით პრიზი ეკუთვნის. ასევე 4-ვე წამყვანებში არის Garos Colt, ანუ Garo თავისი Colt-ით და თუ კიდე მოხსნის რეკორდს, დამატებით პრიზი იქნება ჩვენგან. ვინც რეკორდებს გაუმჯობესებს. ასევე ჩვენ შეჯიბრზე SUV კლასი იქნება მოხდილი, რატომღაც SUV კლასი მიიჩაგრა, მაგრამ ვიცით რომ ძალიან ბევრი მაგარი SUV, ანუ ჯიპები დადიან, მაგარი გაძლიერებულები და ჩვენც ველოდებით ჩვენ შეჯიბრზე, მაგარ X3-ებს, X4-ებს ველოდებით, Lambo Urus ველოდებით, Porsche Turbo GT-ს ველოდებით და ერთის G კლასები და ну, საინტერესო არის, ყოველთვის საინტერესო იყო და ჩვენ მივესალმებით, რომ SUV კლასი ცალკე იყოს და ერთმანეთს შეეჯიბრო. მე ვახსენე, რომ უხეში drag racing იქნება ყველაზე სწრაფი drag racing და ეხლა გეტყვით თუ რატო იქნება ყველაზე სწრაფი drag racing. ვინაიდან საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს ADA B კლასი და რაღაცა სუსტი ავტომობილების შერკინება ჩვენთან არის პირდაპირ ამძრაობით და აბსოლუტი. ეს იმას ნიშნავს, რომ უკანა წამყვანი ავტომობილი თუ ყავს, უნდა მოხვიდე ყველაზე სწრაფი ავტომობილი. ანუ იქ ატმოთი ხარ თუ ტურბოთი ხარ თუ კომპრესორს მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ჩვენთან თავს იყრის საქართველოში ყველაზე სწრაფი ავტომობილები. ანუ 29 ივნის უხეშ drag racing-ზე თქვენ ნახავთ ყველაზე სწრაფ ავტომობილებს და ყველაზე ლამაზ ავტომობილებს, რაც კი დადის საქართველოში. რა გელოდებათ 29 ივნის უხეშ drag racing-ზე? ბილეთები იქნება ჩვენი გამომწერებისთვის უფასო. დიდი მთავარი ტრიბუნა, სადაც არის შეგიძლიათ უფასოდ მოხვიდეთ და უყუროთ drag racing-ს. უხეშ drag racing-ს, რა თქმა უნდა. შემოსასვლელში დაცვას უნდა ანახოთ ჩვენი არხი, რომ გამოწერილი გაქვთ და თქვენთვის არის უფასო. ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ 2 ადამიანი თუ არხი გაქვთ გამოწერილი. ეს არის მთავარი ტრიბუნისთვის, შეგიძლიათ ესე მარტივად ჩვენი გამოწერებისთვის გავაკეთეთ უხეში drag racing-ი უფასო. ასევე კიდე არის 2 ბილეთი, ერთი არის VIP ტრიბუნის და ერთი არის VIP პარკინგის, რომელიც შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ, ამიტომ ლინკი აღწერაში იქნება და შეგიძლიათ გადახვიდეთ, ფასები ნახოთ და რომელიც სასურველი იქნება თქვენთვის შეიძინოთ. VIP ტრიბუნა და VIP პარკინგი, სხვადასხვა ფასი აქვს ამ ბილეთებს. აქვე აგიხსნით მარტივად თუ VIP ტრიბუნა რა არის და VIP პარკინგი რა არის. VIP ტრიბუნა არის ახლოს სტარტთან, სადაც არის დიდი მონიტორი და შეგიძლიათ დასტარტვა ამ ბოლიდების ნახოთ, პირდაპირ თქვენ წინ ხდება ეს ყველაფერი და ასევე დროებს უყუროთ დიდ მონიტორზე. ხოლო VIP პარკინგის ბილეთი მოიცავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ VIP პარკინგზე, სადაც არის განსხვავებული, ლამაზი და უნიკალური ავტომობილების ესეთი ჩამწკრივება, დიდი კოლონა, იქ შეგიძლიათ შეხვიდეთ, სურათები გადაიღოთ, დაათვალიეროთ ეგ მანქანები და იქ იმოძრაოთ თქვენ მეგობრებთან ერთად. ეს ორი სხვაობაა VIP პარკინგის და რა თქმა უნდა VIP ტრიბუნის ბილეთებში. და მეორე სიურპრიზი, ვიცი ძალიან ბევრს გაუხარდება, იმიტომ რომ AMG GTS ვაბრუნეთ drag racing-ში. აქედან გამომდინარე თქვენ უკვე ხვდებით, რომ BMW-ც და Mercedes-იც მიიღებს მონაწილეობას 29 ივნის უხეშ drag racing-ზე. ჩვენ არ გვინდოდა რომ Mercedes-ის ფანეს გული დაწყვეტოდათ, ამიტომ უკანა წამყვანში Mercedes-ის მიიღებს მდინარაზე მონაწილეობას, ხოლო 4-ვე წამყვანში ჩვენი M4-ით, 1000 სქენიზალიანი M4-ით. ყველაზე სწრაფი Mercedes-ის სტატუსი აქვს ჩვენ GTS და drag racing-ზე აუცილებლად იხილავთ მაგას. ხოლო ამ drag racing-ზე უკვე M4-იც გვინდა რომ ყველაზე სწრაფი BMW გახდეს და მაგას ყველა ერთად ვიხილავთ 29 ივნის. ეხლა გადავინახოთ რამოდენიმე თვით უკან ძველ ლუქს ავტოში და განახებთ თუ როგორ ვაძლიერებდით ამ მანქანას.
მოვედით ისე ვალვოლინში, ჩვენ Z-ი შევცვალეთ M4-ში უკვე მზად არის, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რაზდატკაში შეგვეცვალა Z-ი და რა თქმა უნდა, ბელიაშვილის ვალვოლინში მოვირბინეთ აქვე. ეს არის coolant boost-ი, ტემპერატურა რო ეჭიროს, მაგისთვის გვინდა და რაზდატკისთვის აი ეს Z-ი მიგვაქვს ვალვოლინიდან. ამას შევსვით, ამას შავამატებთ და მე პირდაპირ დინოზე შევაგორებთ და უკვე ცხენებზე დავიწყებთ მუშაობას. თუ რამდენ ცხენს დადებს ჩვენი მანქანა GT Performance-ში დინოზე. მოკლედ კიდე ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, გირჩიოთ უხეში არხისგან, გიორგი სარიშვილისგან. არ მინდა ხოლმე რომ რაღაცა ეს ჩემი რეკლამები მოგაბათ თავს, თუნდაც Z-ებზე, ამ შემთხვევაში Z-ზე მინდა ვისაუბრო. Z-ს თუ ასხავთ, არ აქვს მნიშვნელობა ვალვოლინი იქნება, ამსოილი იქნება თუ სხვა დანარჩენი Z-ები. უბრალოდ დაგუგლეთ, Google-ს კითხეთ, იგუგლება თუ არა ეგ-Z-ი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბრენდია საქართველოს შემოსული, აქ იყიდება და მსოფლიო ბაზარზე, რა ვიცი, კაციშვილმა არ იცის. ზოგჯერ Google-ის არ აგდებს ხოლმე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, არ არის აუცილებელი ვალვოლინი ჩაასხათ, თუ არ გინდათ, მაგრამ რაღაცა მანქანა თუ გიყვართ, ელემენტარული რაღაც Z-ს რო ყიდულობთ და გინდათ რომ შეცვალოთ, დაგუგლეთ და ნახეთ, სადაურია, როგორია, რა ხარისხია, იგუგლება თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. ხოლო ჩვენ რაც შეეხება, უკვე წლებია ვალვოლინს ვასხავთ და რა ვიცი, მე არ გაძალებ, მაგრამ ყველანაირად გაიტესტა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა. ეს იქნება დრაგი, ეს იქნება დრიფტი, ეს იქნება მოგზაურობა თუ არ ვიცი, გერმანიაში ჩავედით და ჩამოვედით ამ Z-ით და ნუ SUV-დან დაწყებული სპორტული მანქანით დამთავრებული ყველაფერში გავტესტეთ ეგ-Z-ი. თუ დამატებით მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, მე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, პირდაპირ შეგიძლიათ გადახვიდეთ ვალვოლინ G-ზე, ან Facebook-ზე მიწევთ და კონკრეტულ დაშვებაზე აგიხსნიან თქვენი მანქანისთვის არის კარგი თუ სხვა დაშვებით გჭირდებათ. ერთი სიტყვით მეტი ინფორმაციისთვის გადადით ვალვოლინ G-ზე ან Facebook-ზე მიწერთ ვალვოლინს და აუცილებლად დაგეხმარებიან. M4-ზე ამ დისკებს თუ ხედავთ, ესე იგი რაღაცაშია საქმე. ეს დისკები არის ჩვენი BAEO-ი გადატენილი დისკები. Toyo-ები დავდივართ ხოლმე შეჯიბრდებ დინარაძე, Toyo-ებით გამოდის, თუმცა დინოზე არ დავაყენეთ ეგ Toyo-ები, ნუ არ აქვს მნიშვნელობა ეხლა ამ საბურავებზე კარგად დატრიალდება და როგორც შეგვირდით, ჩვენი მიზანი არის, რომ 1000 ცხენზე ავიდეს ეს M4, მაგიტომაც ვართ GT Performance-ში ის ნაწილები, რაც განახეთ, ყველაფერი დააყენეს, მე უკვე ნოდოსთან ერთად გავივლით მაგ ნაწილებს, თუ როგორ დადგა, რანაირად და რატო იყო საჭირო ეგ ნაწილები, რომ მივიღოთ 1000 ცხენის ძალა ამ მანქანისგან. ეხლა დავატრიალებთ, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა, მეორე ნაბიჯები არის, აი ეს აწყობილი ნაწილები, რაც უკვე მოერგო ამ მანქანაზე, რომ გამოვცადოთ, ანუ გაიტესტოს და ნოდო უკეთესად მოგვიყვება, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ერთად M4-ზე. ნუ პირველ რიგში ამ პროექტის მიზანი იყო, რომ ყველაფერი იყოს გარხნულ სპეციფიკაციაში და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ორიგინალი სპეციფიკაცია, რაც BMW-ს ჰქონდა გათვლილი. თქვენ გახსოვთ ის GTS-ი პროექტი, რომელმაც ძალიან მაგარი შედეგები დადო შარშანდელ სეზონზე და ზუსტად იგივე გზას მიუყვებით, მაქსიმალურად კაპოტს რო ახდი, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც არის ქარხნიდან გათვლილი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ავირჩიეთ single turbo setup-ი და წავედით twin turbo-ზე, იგივე setup-ზე, რაც არის ქარხნულად გათვალისწინებული, ანუ ორი ტურბინა არის. შესაბამისად, გამშვების სისტემას მთლიანად ქარხნული არის შენარჩუნებული და აყენია მანქანაზე და არც მოხსნას ვაპირებთ დრაგისთვის. რა თქმა უნდა, გამტარიანობა ამ გამშვების სისტემის მოდიფიცირებული არის, ტურბინებიც მოდიფიცირებულია, ასევე შეცვლილია საწვავის მიწოდების სისტემა, როგორც ბაკის насოსი, ასევე დამატებული გვაქვს port injection-ი, რაც არის დამატებითი ინჟექტორები, ამ შემთხვევაში 6 ინჟექტორი არის 950 cc-ი, თავისი მართვის ბლოკით. არ ვაპირებდით შემშვები კოლექტორის შეცვლას და ქარხნულზევე უკვე გავამზადეთ port injection-ი და ავაწყეთ ქარხნულზე, მაგრამ მე ჩაგვივარდა, ანუ კაი ფასში ესე ვთქვათ და მივაყენეთ ესეც სინამართლე გითხრათ, ეხლა ამ კოლექტორის პლუს არ ვიყენებთ, ვინაიდან და კოლოფიც ქარხნულია, შესაბამისად წნევა და ნიუტონი შეზღუდული გვექნება, მაგრამ ეს მოგცემს დამატებით სტაბილურობას გაგრილების თვალსაზრისით და გვეცოდინება, რომ ქარხნულ პლასმასის კოლექტორს
ბზარი არ გაუჩნდება და არ გასკდება და ანუ უსაფრთხოდ ვიქნებით, მაგრამ რომ მოვინდომოთ, მაინც გამოვიყენოთ. რომ მოვინდომოთ, ეს გვაძლევს კიდევ ბევრად მეტის ჩაბერვის საშუალება. როგორც ნოდო მახსენებდა, ჩვენი ამოცანა იყო, რომ ეს მანქანა ავიდეს 1000 ცხენზე მინიმუმ, როგორც შეგვირდით და რაც შეიძლება street legals რო გავდეს. ანუ ეგ რატო გვინდა? იმიტომ რომ ეგეთი კლასია უხეშ drag racing-ზე, პლუს მაგას ამითი დაანონსებული გვაქვს ჩვენი ავტოპარკით უნდა მოვიაროთ საქართველოს ტური გვაქვს ესე და ანუ ყოველ დღე ამ მანქანით გადაადგილება უნდა შევძლოთ. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ცხენებს და მოლოდინს. ანუ ჩვენ დავაანონსეთ, რომ ეს M4 უნდა ავიყვანოთ 1000 ცხენზე. მაგისთვის ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთა, რომ 1000 ცხენზე ავიდეს და მოლოდინი გვაქვს 1000 ცხენის და უხეში drag racing-ისთვის აუცილებლად 1000 ცხენზე იქნება ეს მანქანა. ესე იგი, როგორც ხედავთ მონიტორზე, დანაპირა, აი ბიჭის სიტყვა თავანია და всё ჩაბარდა. 1036 ცხენის ძალა დაწერა, ნუ ძრავი გამოიმუშავეს 1036 და ნიუტონი საწავიდა 1093 ნიუტონი. ეხლა ნოდო შენ გვითხარი უკეთესად როგორ პირობებში რანაირად რამდენი დავქშა ზაპასში ან მაქსიმუმია თუ არა? მაქსიმუმი ნამდვილად არ არის, ეხლა გავაკეთეთ ძალიან safe setup-ი, რომ ყოველ დღე დაჟე შეიძლება სიმძლავრედ იარო. სპირტის ნაზავი ამ შემთხვევაში არის 50% და რაც შეეხება სიმძლავრეს, როგორც თქვი, 1036 გამოგვივიდა ძრავზე და თორქი არის 1100-მდე, რაც არის შეზღუდული. ეხლა იმ კოლოფიდან გამომდინარე, ესეც ცოტა მეტია, აი კოლოფის ლიმიტს ვეთამაშებით რა. ანუ აქედან გამომდინარე, გამოდის რომ 1000 ცხენი უკვე გვაქვს, მაგრამ უხეში drag racing-ისთვის ამ ყველაფერს ჩავასწოროთ, ანუ გადაცემათა კოლოფსაც გავაზრდეთ, კიდევ უფრო მეტი გვექნება. კი. ანუ კოლოფის შეცვლის შემდეგ სადღაც 1.7 PSI კიდე არის დარჩენილი ალბათ. ისე თავისუფლად რო დავამატოთ, გაცდება წესი 1100-ს გავწდებით აუცილებლად ჩემი აზრით. მეტი ცხენებით არის ეს M4, ამიტომ მაგას მე ვველოდები. თუმცა შედეგით აი ძალიან კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ის მოლოდინი გაამართლა ამდენმა შრომამ, ეს მანქანა ყველა ნაწილებით აქ აეწყო, დანასტროიგდა აქ, ანუ პროგრამულ უზრუნველყოფას აქ გაუკეთდა და ეხლა ჩამოვიყვან დინოდან, GT Performance ცოტა ხნით დავტოვეთ, გადავალთ უკვე ტესტირებაზე live რეჟიმში, ანუ ასვალზე და მე მაგას ყველაფერს გადავიღებ. თქვენ ნახეთ თუ როგორ აეწყო 1000 ცხენისძალიანი M4. 1000 ცხენისძალიანი M4 შემოემატა ჩვენს ავტოპარკს, ჩვენი ბრუტალური დრაგსტერი, მეორე BMW უკვე. ამის გადაცემათა კოლოფიც გავაძლიერეთ, ეგ ვიდეოებში არ იყო, მაგრამ ჩვენ მქონდა იმის დრო, რომ გაგვეძლიერებინა და უკვე ამ გადაცემათა კოლოფითაც აი ამ ცხენებს კარგად გამოიმუშავეს ეს ავტომობილი და გადატენილია ერთისთვის, ბევრი რო არ გავატრაგო, ჩვენისღა დაგვრჩენია, რომ შეჯიბზე გამოვცადოთ ეს მანქანა. ძველი ლუქს ავტოდან უკვე თქვენ ხედავთ, რომ ახალ ლუქს ავტოში გადმოვინაცვლოთ და მთელი დღე აქედან მიმყავს ეს ვიდეო. ძველი ლუქს ავტო იცით, რომ სხვა ადგილას იყო ტერიტორიულად და აქ იყო ავტოგრაფი. ეს შენობა ყველამ კარგად იცით, ყველასთვის ცნობილია შევა, ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელოთ ამ შენობაში და ლუქს ავტო და ავტოგრაფი ამ შენობაში გაერთიანდა და ნუ ერთი სახელი იყო დასატოვებელი, ან ავტოგრაფი, ან ლუქს ავტო. გადაწყდა რომ ლუქს ავტო განახლებული რებრენდინგით წარსდგება თქვენ წინაშე. ერთი სიტყვით ახალი შემართებით იწყებს ლუქს ავტო მუშაობას. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი რაღაცები გვაქვს სალაპარაკო ამ ვიდეოში, იმიტომ რომ ერთმა ყმაწვილმა გამოგვიწვია ყველასთვის ცნობილმა პეტაშვილმა, იმიტომ მაგის ვიდეოები უკვე ნახეთ და ყველა ელოდებოდით პასუხს, თუ რა პასუხს დაუბრუნებდით პეტაშვილს. ეხლა შევიდეთ შიგნით, ჩავრთოთ მაგის ვიდეო, განვიხილოთ ეგ ვიდეო, რა უნდა საერთოდ, რატო გამოგვიტყვა და რა არის მაგის მიზანი და განვიხილოთ დეტალურად და გაიგებთ ამ ვიდეოში, ვიღებთ მაგ გამოწვევას თუ არა. შევიდეთ ეხლა ლუქს ავტოში. ჩვენ შემოვედით უკვე ლუქს ავტოს
დასაბრენდ სივრცეში, აქ ეკვრება უკვე ფირები, დამცავები, შუშების მინების დამუქება და ერთი სიტყვით ეს სივრცე არის განკუთვნილი იმისთვის, რომ თქვენი ავტომობილი გალამაზდეს და რა თქმა უნდა დამცავი ფირი იმისთვის არის, რომ კენჭებისგან დაიცვას და ნაკაწრებისგან თქვენი ავტომობილი. ეს სივრცე არის განახლებული, მე მგონი არ გამოჩენილა ჩვენ ვიდეოებში და სამომავლოდ კიდევ ერთ ვიდეოს ძალიან მაგარ ვიდეოს შემოგთავაზებთ უკვე დეტალურად ახალი ლუქს ავტოდან. ესე იგი დაუბრუნდეთ ისევ ამ პეტაშვილის ვიდეოებს, ჩვენ პასუხი არ ჩაგვიწერია და ჩვენის კატეგორია არ ვართ, რომ პასუხი არ დავაბრუნოთ, როდესაც პირდაპირ მოგმართავენ, უბრალოდ არ შეგვიძლია რომ ყურები დავხუჭოთ მაგაზე და თვალები ამოვითხაროთ. ამიტომ ამ ვიდეოში ეხლა დავიწყეთ ორი ვიდეო და სანამ პასუხი გავეცით, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა გადატვირთული გრაფიკი გქონდა და პასუხი შესაბამისი გვინდოდა რომ ჩაგვეწერა. სანამ ჩვენ ეგ შესაბამისი პასუხი გავეცით, სანამ აი ამ სივრცეს ველოდებოდით რომ ვიდეო ჩაგვეწერა, პეტაშვილმა არცაცია, არცაცხელა და მეორე ვიდეოს მოგვიწუნა. ერთი სიტყვით ორივე ვიდეოს განვიხილავთ აი ესეთი ლამაზი სივრციდან და რაღაც დაგვაფიქრა, მე მგონი პოდკასტიც უნდა დავიწყოთ, რატო არ გამოგვივა კარგი პოდკასტი ესეთი ადგილიდან თუ რამ სივრცე არის იდეალური ჩვენი მანქანების, ჩვენი უხეში ავტოპარკი აქ დგას 4-ვე ბრუტალური მანქანა აქ არის და დინარაძეც შემოგვიერთდება. ერთი სიტყვით დინარაძე კაი ხანი არ გამოჩენილა სტუდიაში დინარაძე. დაგიბრუნდით. ორივე წავიყვანთ ამ ვიდეოს, იმიტომ რომ პეტაშვილმა მთლიანად უხეში ტესტ-დრაივი გამოგვიწვია. ჩიკო კი დაგვიჩაგრა, მაგრამ არაუშავს. ბოლოს უკვე ის ჩიკოც მიუგდოთ რაღაც რომელი რო დაეცემა, ანუ რო დავაგდებთ პეტაშვილს უკვე ზევიდან დავამატებინებთ ჩიკოს. შეგვიძლია დავიწყოთ გიობა შენც შემოგვიერთდი. მოკლედ ესე იგი ორი ვიდეო არის, ანუ არ არის ვიდეოები ძალიან დიდი და გადავწყვეტე რომ ბარემ ორივე ვნახოთ თავიდან ბოლომდე. ერთი არის 7 და 48, მეორე 8 და 29. სხვათა შორის ამ ვიგინდა რა მოდი ჯერ ისე ვთქვათ ვინ არის პეტაშვილი ჩვენთვის რა, თორე რაღაცა ის რო არ იყოს, ანუ რაღაც კომენტ ხალხლონ რა გჭირს მანკაცები არიან გვეღადავებიან და მეორე კატეგორია არის იქიდან რომ სახელმწიფო მიაწექი და მაგათ ეგრე უნდა ჩვენს ხო ნახულობთ მაგათ კომენტარებს რა, რას უწერენ მაგის კომენტარებს და ზოგადად ამ ადამიანთან ცუდი ურთიერთობა ნახდათ არ გვაქვს რა, ანუ ვერ ვიტყვით რომ რაღაცა კაი გამარჯობა, კაი ნახონის, კაი პატივები, მართლა უცია, ჩემთვის პირადად GTS-ზე რაღაცები დამჭირდებიან, ხო, ანუ მოკლედ ტრები არ ვართ, მეგობრებიც ვართ, ანუ რაღაც ნეიტრალურ ურთიერთობას არ აქვს, მაგასაც ვერ ვიტყვი რა, მაგრამ ნუ გადაწყვიტა ჩვენთვის ახლა სიურპრიზი არ ყოფილა, რაღაცა გვეღადავებოდა სულ რომ აი არჩი თქვენ უნდა გასწავლოთ და რო ბლატაოთ მე დაგამიწევთ და დაგიშვებთ მიწას და რაღაცები და უნდა გამოგიწევთ და ნუ რაღაცა ისე ვიღებდი სულ რომ რაღაცა გადაობა იქნებოდა მაგარი და გვეღადავებოდა უბრალოდ და ერთხელაც გააქნა და ვიდეო დადო და იმას გვიქნა რომ დაურეკე და უთხარი რომ მეთქი რაშია საქმე მეთქი რა ხო კარგად ხარ ორჩემ კონტენტს ვაკეთებ რა ეხლა ჩვენ ხარზე აკეთებს კონტენტს თუ ვის ხარზე აკეთებს კონტენტს ეხლა კონტენტის შექმნაში ჩვენ ხელს ვერავის ვერ შევუშვით იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ YouTube-ზე რაც უფრო მეტი საინტერესო კონტენტი იქნება მით უმეტეს საავტომობილო რა თქმა უნდა იქ ჩვენიცაც კაია და აი რატომაც არა მით უმეტეს შენ ახსნი ეხლა ჩვენ როგორ მოვედით YouTube-ზე ანუ ზუსტად ეგ არის. ვისაც არ ახსოვს, ჯერ თქვას და მე ამოვანათებ ვიდეოს. ზუსტად ეგ არის, ანუ ჩვენც რომ მოვიდით YouTube-ზე, პირდაპირ ყველა გამოვიწვია, ვისაც პრეტენზია ქონდა. გამოვიწვია რა, ჩემი სახელით გამოვიწვია, მაგრამ ზოგადად ეს უხეში ტესტ-დრაივის ამოცანა იყო, რომ ის ხალხი, ვინც ავტომობილოს სფეროში რაღაც ვიდეოს დევდა YouTube-ზე, ანუ ჩემთვის გაურკვეველი იყო, რას საქმიანობდნენ ზოგადად და ყველა გამოვიწვია ნებისმიერ აი დისციპლინაში, რაც ეხება ავტომობილებს. პირველ ვიდეოში გავაკრიტიკე ქართველი ბლოგერები თუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ და კომენტარებში მივიღე რამოდენიმე ესეთი პასუხი და შეკითხვა რომ შენ ვინ ხარო ანუ შენ ვინ ხარო სხვებზე რო ლაპარაკობ მე შემიძლია ესეთი რაღაც გითხრათ ნუ ბევრი მიცნობს ბევრი არ მიცნობს მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ ჩელენჯი ვიწვევ ყველა ქართველ ავტობლოგერს ვისაც რევიუ გაუკეთებია მანქანაზე რომ შევეჯიბრო რუსთავის ავტოდრომზე ნებისმიერ სახეობას გულისხმობ ამაში. ნუ სამწუხაროდ ჩვენ საბოლოოდ არავინ არ მიიღო ეგ გამოწვევა, ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გადავიღეთ, ვერაფერი ვერ დავდეთ და ზუსტად მაგ ხერხს ვერაფერი ვერ გადავიღეთ ჩვენ გამო არა. ხო არა, იმიტომ რომ არავინ არ მოვიდა ჩელენჯი, ფაქტიურად არავინ არ მიიღო, არავინ არ დაგთვალდა მაგ ჩელენჯზე და ვერ გადავიღეთ ვერაფერი, მაქედან გამომდინარე ისევ ერთმანეთთან მედამდინარზე თუ ვიგაზავდით. აქედან გამომდინარე პეტაშვილმა ზუსტად მაგ ხერხს მიმართა და აი, რა ვიცი. აი მაგალითი აიღო. აი მაგალითი აიღო და უბრალოდ მე რო უარი მეთქვა, ეხლა თუნდაც პასუხის გაცემაზე არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან, იმიტომ ჩვენ როგორც დავიწყეთ, ზუსტად იგივენაირად დაიწყო ნიკამ და ანუ წილს ვერ უკრავდით. მით უმეტეს
რა ვიცი, შიში ჩვენი, რა ვიცი, სუსტი მხარეა. ჩვენ არ შეგვეძლო რომ პასუხი არ გაგვეცა და მივიღებთ ერთი სიტყვით პეტაშვილის გამოწვევა. ამ ვიდეოში ვადასტურეთ რომ ეს გამოწვევა ჩვენ მივიღეთ. მაგრამ დეტალებს თუ როგორ მივიღე, ეხლა ტყილა ვისაც მოდიში დაუდგება და შემოვარდება და იქ გამოგვიწყ ყველასაც ვერ მივიღეთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს რაღაც გადაწყვეტილი, როგორ უნდა მივიღოთ, ანუ რა პირობებზე უნდა დაგვთანხმდეს ნიკა, ამიტომ აი ეხლა ჯერ გავიაროთ რა პრეტენზიები აქვს ამ ადამიანს ზოგადად და რა უნდა და იქიდან გამომდინარე გადავწყვიტავთ რა სახის ჩელენჯი შეგვიძლია, რა სახის ჩელენჯი შეგვიძლია დავთანხმდეთ. მე მინდა დადებითად შევაფასო აი ეს სკვერები, რომ ადგადა მართლა გამოგვიწვია, იმიტომ რომ ნუ რავი, სხვებს არ უქმნიათ ესეთი რაღაც. ბევრმა ცუდად მიიღო, როგორც გიომ თქვა, მაგრამ ეს YouTube-ზე რაღაც დაჩელენჯება არ არის ცუდად მისაღები, მე მესმის, მაგრამ კიდე ერთხელ გამეორდები. აი ხვალდაზე ეგ ეხა ყველას რომ მოუწს რომ გაჩელენჯებდა ჩვენ ხარჯზე რაღაცეების ჰაიპის აწევა, ეგრე არ მოხდება. ეს იყო პირველი მაგალითი, ანუ პირველი შემთხვევა იყო რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ ამ შემთხვევაში ნიკამ გამოგვიწვია და ჩვენ მაგ ჩელენჯს ვიღებთ, მაგრამ ხვალ შეიძლება 100-მა კაცმა გამოგვიწვიოს და არცალია რა ბოდიში ძალიან ბევრი გეკმობა. ეგრეა, ფიზიკურად ვერ მოხერხდება. რა, შეგვიძლია დავიწყოთ მე მზად ვარ. დავიწყოთ, ესე იგი პირველი ვიდეო. ხო, ესე იგი ორ ვიდეოში 3800 გამომწერი დააგროვა ამ ბატონმა. ნახვებზე გადავალ, ჯერ გამომწერე ზინო 3000, ორ ვიდეოში 4000 გამომწერი, არ არის პატარა ციფრი, ნახვები, ესე იგი პირველ ვიდეოს აქვს 56000 ნახვა და მეორე ვიდეოს სამი კვირის წინ დადებულს 30000 ნახვა. ანუ ძალიან სერიოზული ნახვები აქვს. ნუ ეს რა თქმა უნდა ეხა იმის დამსახურება, რასაც უწერენ, ეგეც მართალია, რომ ანუ ბიჭების ხარჯზე აგროვებო. მაგრამ ნუ რა თავის კონტენტი მოიგონა, რა თავის კონტენტის აწყობა გადაწყვეტა ჩვენ ხარჯზე და ჯერჯერობით კარგად გამოსდეს. და ალბათ როგორ გაგრძელდება მაგასაც ნო. მოკლედ პირველი ვიდეო ნახოთ, ესე იგი სათაური, ყველაფერი მინდა გავარკვიო რა. სარიშვილი და მდინარაძე ჩელენჯში გიწევთ. და შემოსვლა ეპიკური შემოსვლა ამ შემოსვლაზე არის. აი ამას დავუყენე ჩიკოში მოტოციკლზე. იმენა არ შემიძლია არ აღვნიშნო ეს პირველი შემოსვლა, იმიტომ რომ მართლა გამეცინა, მართლა ეპიკური იყო. ეს ტრაკის სახსოვი მანქანა სად გააძრო, არ ვიცი რა ჯიშის მანქანა, მაგრამ აი რომ იწეს ბიჭებმა ვიდეო ჩაგიწერაო და რა ხდებაო და ვინ არის ვიდეო რო ჩავთე და აი ამ ტრაკის სახსოვით იჩითება, ანუ მართლა გამეცინა, მაგაში რესპექტი, იმიტომ რომ იუმორი ჩემთვის დამალული მაჩოა თან, ნახე მოაყენა და სარიშვილი და მდინარე, უკვე შუტკას გამიხსნა, მდინარეზე კი არა, უკვე იმითი მომართავს, ნიკნეიმი. შეჭემატია ხო? კი, კი. ჩელენჯი გიწევთ. is winning small body. ის არიცით რა მოხდა? მდინარეზე და სარიშვილი ქალაქში გავატყანი. ვაჟა პავლოზე დათესელაობდნენ, კორვეტები და GPS-ები ქალაქი ჩემია და თესლავა არ მეშლება. ჩვენი მოგონილია. ამისგან განსხვავებული. რამოდენიმეჯერ მიუყენე მანქანა და დამიწყმდი. შუქნიშანი აინთორაც გაახიეთ, მოხიეთ. შუქნისანს გამოდაუთხე, თორე ისე დავუთხოთ. იგი ეხლაზე. შუქნისთან გავატყანი და ნახოთ რაც მოხდა. გაჩისე შესავალი გავუკეთა ჟურნალისტები როდები ხო ისე ნახეთ რა მოხდა და რაღაცა იმენ პირველ კომენტარში არის მიკროფონი. ხეში ბიჭე. არ გვაცადა ბირჟაობა იმე. ზოგადად ჯობია საქმე რა და წამო ვაჟაზე გავიდეთ პასბეგზე გავიგაზავთ. ვაჟა პრინტრეისინგი წამო ხო გითხდება? გავყარ გავასაიბდოზულო რა. მე ინტერესებია. მოდი დავნიძლავდით რა წყობს? მანქანაზე რა. ბაზარი არა. იმე ყველაფერს სამშველია იმე. ხო შეიძლება გქონდეს ბაზარი არა. დავნიძლავდით ხო? ჩავიდეთ მოიცადე ერთი წამი, მოიცადე. ერთი წამი მოიცადე. იმენა TikTok გარჩევა მინდა. კი, კი. ნომერი დაწარჩენ. სხვათა TikTok-ზე მოხდილია პეტაშვილი ეგ. ჩვენ არ აღვარ TikTok-ში, სხვათა შორს იცოდეს ხალხმა. ანუ რა, მე მგონი ესეთ ფორმატი გჭირდება, რომ რაღაცეები იმას განათხოვნო. მაგრამ შიდა სამზარეულო პოდკასტი ხო, რა ეს ჩამოვждეთ და ვიბაზე. ჩამოვა. რამდენი ხნის წინ არის გადაღებული პირიდან 4 ხელი გავდის. მახსოვს რომ ყინავდა მაგ დღეს. საიდან დაგვადგა თვალი აზე ხა? არც ერთი იქა ჩამოვა. იმენა შეთვის ჩამოვა და. იმენა შეთვის ჩამოვა და. ამას კიდე მივხედავ ეხლა. ეს შემიძლია ბაზარი, ამას მივხედავ. არაფერი არ ეშლება, გადაანაწილა ყველა იცის სად ვისად უნდა აი იმენა იცის. იცის, რაც იცის. ჩამო. აი შენ რუსთავში ჩამოვა და შენ წამოდი მაშინ ახლა. ვაჟაზე. და მდინარეზე ეუბნება რუსთავში წამოვალ და შენ წამოდი ვაჟაზე. ხო. რამე ვისრიალო.
დინარაძეს იმენა სულ ახალი ბაგრიშკები აქვს ცენტრის ბიჭო ეს ჩამოყვა ხო ცენტრიდან ხოც სლიკებს აყოლები იმენა ამიტომ ტრეგზე როცა გინდა აი ტრეგზე როცა აუ ტრე არ მი ერთი წუთი კაი ჩამოვალ ტრეგზე ჩამოვალ ბაზარი არა აი როცა იტყვით რა ნებისმიეროს просто აი ეხლა მუღამი მაქვს რომ გამოდი ვაჟაზე ვაზახ მუღამის პონჩი თავიდან TikTok challenge-ია წინ არ არის მოძრაობა წამოდი აუ წამოდი რა არ მოდი ხარ სხვათა შორის ძალიან გამიხარდა, ნუ ეხა კომენტარები რა თქმა უნდა წავიკითხე იქ და სხვათა ჩვენთან კი არ წერენ ეგეთ რაღაცებს. ან იქ თითქოს უფრო გვახებენ იმასთან. ხოთი იქ უფრო დაგვაფასეს, რომ ესე იგი კომენტარებში რომლებიც ელვისის სტრაფიდი შლებოდა პეტაშვილის აღზე წერდნენ, რომ აი მაგიტო ორმაგად პატივსცემთო ბიჭებსო უარ დაგთანხმდნო ქალაქში გაზაობაზეო და ნუ აქაც გავიმეორებთ, რომ ქალაქში ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაზაობთ. იმიტომ რომ მილიონი საშუალებაა იმისთვის, რომ გამოვავლინოთ ჩვენი პოტენციალი და ქალაქში გაზაობა. და უღრმესი მადლობა, გვერდში დაგვიდგა ბევრი ადამიანი, ისეთი კომენტარი ეწერა, რომ ანუ მიამაყებოდა, რომ ესე გულშემატკივროთ და დასაფასებ, ანუ ვაფასებთ ეგეთი რაღაცეები ჩვენ რაღაცა გვერდზე არ ჩაუვლით ხოლმე და თვალს არ ხუჭავთ. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ჩამოვა. მიდი, მარტოები და საკეთები და. აი ჩაჭრასო, აქ პასუხი არ ქონდა. იმენა ჩაატარა, ჰუალინგის ისენი რა ქვია, მოძრაობები ველა. არა, ეფექტური არის ხა GTS-ი დონატებში ხა რაც იცის ვერ დაუკარგავ თმაო მოგეთ ეს ვიდეო დადო Instagram-ზე თავისთან, TikTok-ზეც დადო და რაღაც, მაგრამ იქ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ არც Instagram-ზე და ჩვენც მგონი გადავაზიარეთ. და გადავაზიარეთ, ხო. არ დავმტყდარ ვართ, არ დავმალულვართ და ნუ ხალხსაც ვანახეთ. ანუ ხალხის ინტერესიც გაინტერესებდა ზოგადად ჩვენ მაყურებელს საერთოდ აინტერესებდა თუ არა ეგეთ რაღაცას ჩვენ ჩავრთულიყავით და ნუ აქტიობა ნაღდათ იყო რა. აქტიობა ნაღდათ. დავმალავ მაგას იყო. ინტერესი გამოიწვია. ჩემი რესურსი ამოუწურე ყველანაირად დინარაძეს და ცალკე სარიშვილს იმენა ტვინი მოუტყანი, რასაც ქვია და ვერ გამოვიყვანე. მაგიტო წერ ამ ვიდეოს იქნებ რამე ნახონ, შერცხვეთ. არ ვიცი, დამირეკოს და შიქوارა რა ვიდეო ჩაწერე. კი, ზუსტად ეგრე იყო. დაურეკე და უთხარ შიქوارა რა ვიდეო ჩაწერებით. წერა ვიწყას, მაგრამ გიწევ ძმაო, გიწევ, წამოდი. ეს ოფიციალურად YouTube-ზე ხო დაიდება. არ მგონია ეს გაატარო. კომენტარებში დაუწერეთ. ტვინი მოუტყნათ, ყველანაირად იმენა რამენაირად არა, ის რომ ახლა არ გავატარებთ. ანუ რაღაცა ის დაგვიჭირა მუღამი ახლა. ამას რო არ გავატარებდით, ახლა თვითონაც ხდება. სუსტი წერტილებიც? კი. გეტყვით ეს ვიტო მოტორსია, ჩემი ავტოსერვისია. ინტეგრაციები ჩაახსოვა ეგრევე, ეგრევე. ყოფილა დინარაძე, ბევრი რაღაცას გაგვიკეთებია. მეგობრებთ, არც მტრები ვართ, არც ამაში მართლა. მართლა მეგობრებთ, კარგად ვართ ერთმანეთთან წლებია. სარიშვილთანაც, დინარაძესთანაც და უბრალოდ ეს ყველაფერი რატო წამოვიწყე? ტვინი მოიწყნა ერთი და იგივე ვიდეოებით. აი, მაგაში მართალს ამბობს იმენაც მაო რა. აი, ესეთი კრისტალი ბაზარი შევეგონი შევიდეოში მეტი არ იქნება საერთოდ რა. კი, რაღაც ახალი შემოტანა უნდა, იმიტომ რომ სვეჩი ტვინი იმიტომ რომ ძალიან ერთფეროვანი გახდა საავტომობილო YouTube-ი. ნუ ჩვენ ყველა ვარიანტში ვცდილობთ ყველანაირი სტილის ვიდეოები შემოვიტანოთ, მაგრამ მაინც ახლა ნუ რამდენს უნდა აი ახალი ადამიანი YouTube-ზე რო შემოდის, ხო, ნუ ბევრი კონტენტია, რომელიც ერთად აი ახლა პეტაშვილი რო შემოსულიყო და ტესტ-დრაივების გადაღება რო დაიწყო. ან ვაწყობ ჩემ GTS და რაღაცა რომელიც გადაღეჭილი არის და იგივე მანქანებს რო აბრუნებენ ხოლმე 10 წლის წინ რო იმენად ყველანაირი ის ქონდა გაკეთებული უკვე, რა თქმა უნდა მოსაწყენია. ეს რაღაც იახლე მაინც არის. საკვირვებს. არავის არ უკვირს ტენი $50,000 მანქანები. ახლა არ უკეთ ხო? 50 კორვეტი. ელეფანტურო კორვეტია, ჩემ შვედს. ვისეული ბიჭო ნომერი დაწე, დაუკომენტარო? არა, არა და თვითონაც ევასება, მაგრამ იცის რაც მომხდება გულზე ხა. კი, შენთვის არ უთქვა, ჩემზე თქვა. აი, სულ ყველაფერს თავი დავანებოთ. ამდენი ავტობლოგერი თუ რაღაც არ ვიცი, რაღა უწოდო ყველა ერთი და იგივე გადაწყვეტი ვიდეოებს იღებს, ავტო ტესტ დრაივები და ავტობლოგერები, არ ვიცი, ზმაო, როგორ არ მოგინდათ ერთხელ მაინც რომ დინარაძეა სარიშვილი გამოიწვიო. ელემენტარულია, ზმაო, ან ყველაფერში მაგრები ვერ იქნებიან. YouTube-ში მინდა რომ რაღაცა ახალი თესლობა შემოვაგდო რა. აი ეს ჩელენჯი იქნება ჩემი აზრით ყველაზე მაგარი. რაც ჯერ არავის არ გაუკეთებია. მარტო არ
ჩემი თლიანი რესურსი მე ნაძინოკი ვოლტი იმენა შეძრობას პიცა სახმარება არ ჭირდება თელი ავტოსერვისი გაქვს შეჩემისა მარტო რანაირად ხარ იმენა ზარა თელი ავტოსერვისი შემომუშავო ლიჟბი რამე შექმნა რამე გააკეთო იმენა ხო ხარ ამ თელა გამოცდილება და სარიშვილისთვის პრინციპი აუცილებლად მოვალ დამენცარა იმათანა უნდა ავაწყო რომელიც საქართველოში ჯერ არავის არ აუწყია შენ გეგონა მარტო შენ ყავდა მუსტანგი ისეთი საქართველოში რასაც ერთი როგორ მაინტერესებს არ აუწყია სარიშვილი აუცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიკმა ჩემთვის იმიტომ რომ დრიფტში არანაირი გამოცდილება არ მაქვს საერთოდ მაგრამ არანაირი გამოცდილების საფუძველზე მანდაც იმით ხო вообще თუ იმი მოგვეთყნა აი 1000 ხენიან GTS-ი და ბინარაძეს კოვერებზე უყენია და Instagram-ზე არადა თვითონ YouTube-ის კოვერზე GTS-ი უყენია იმენა და იგი გაგწავედი 1000 ხენი ძალიან GT გეგონება ბევრი და გეგონება 5 დადის და მოპეს და ტრუდას მედლე ალაზე პიდიშენ GTS-ი იმიტომ რომ რამოდენიმე თვეში ეს მანქანა 1000 პლუსი 1200 ლანჩ კონტროლმა გამიყუნა და რაღაცები არ გვინდა, კარგი? სხვათა შორის ბარემ ჩავაქსო ამასაც, ანუ რახან ვიდეოს დასწრებში გიომ თქვა რომ GTS-ით ბრუნდებით, ანუ ეხა კიდე რაღაც ფეილი რო არ მომივიდეს, მოკლედ GTS აქვს და GT კუზავს ძალიან სერიოზული ლანჩის პრობლემა რა, მოკლედ ვიტყვით ძალიან რა და ანუ ძალიან ხშირად მასავს რა ამას და ჩვენ კი არა მსოფლიო მასშტაბითაც კი თითქმის ვერავინ ვერ მოაგვარა და მოკლედ ამ დრაგზე დაბრუნება, იმიტომ გადავწყვიტე GTS-ს რომ რაღაცა გამოსავალი მომნახეო ნოდომ მითხრა GT performance-მა რომ შეგვიძლია რაღაც პროგრამა ჩავწეროთ ლანჩის ისეთი, რომელიც აღარ გამაზავს. ანუ სატესტო რეჟიმში გამოვდივარ, იმიტომ რომ ეს მანქანა ფარეხში აყენია და საერთოდ არ გამოდის GTS-ი, იმიტომ რომ M4-ზე ვიყავით გადართული ეხა და მოკლედ ამ დრაგზე მაქსიმალურად ვეცდები რომ ეს ლანჩის პრობლემა მოაგორო, იმიტომ რომ მე რეალურად GTS-ის სრული პოტენციალი ჯერ არ გამოვიმრევნია არც ერთ დრაგზე რაც გამოვიდი. მიუხედავად იმისა რომ ორი დრაგი მოვიგე და სხვა ორ დრაგზე მეორე ადგილზე გავედი, მე ვთვლი რომ კარგი გარბენები არც ერთი არ ქონია რა და ამიტომ რავი, იმედი გვაქვს რომ ამ დრაგზე სერიოზულ შედეგს დავდებ GTS-დაც. და იმას რო იძახის ჩემი GTS-ის 1000 ხენზეა, ანუ ყველას გონია რომ მარტივად ეს მიდიხარ და აკეთებ და რაც მაგ მანქანაზე იწვალა ეხლა მდინარაძე, მე არ ვიცი ესეთი მარტივი რატო გონია ზოგადად რაღაცის მიღწევა. ზოგადად ის აი მოიგი 1000 ხენით და ეხლა მეც მოვიგი, ანუ ეგრე არ ხდება. გაუტრუხდა და M4-ის პროექტი რო დავაანონსეთ და გიომ რო თქვა რომ 1000 ხენზე უნდა ავიყვანო, თოი კომენტარები დაიწერა, ამ 1000 ხენები ტვინი ერთი ეხლა 1500 მასკენთო რა. ანუ 1000 ცხენზე რო ავიდეს მანქანა, რომელსაც გავხმოთ აქ იმის ნახევარი, ну, რავი, იმ მანქანის ღირებულების დაახლოებით ნახევარი ფასი არის ჩასადები ტიუნინგში. და ნუ ეხა ამ დეტალებში არ შევედი, იმიტომ რომ პედაშურის მანქანას პედაშურის ვიდეოს განვიხილავთ ეხა და დავიკიდოთ ეგ თემა. მოკლედ 1000 ცხენი, ეგეთი მარტივი მისაღწევი რო იყოს, ყოველი მეორე მანქანა 1000 ცხენი ივლიდა. მაგრამ პედაშვილი მიაღწევს. სარიშვის იმედი არ ეწყინება და ეს ერთადერთი wide body корвეტი მაგ კრილოებს უნდა გათრიგო აქ ეს ტრეკი. არა, მეორე საფნახა ერთი ეგ მითხარით, თორე ბაზარი არ არის, ანუ არ მეწყინება, მაგრამ ჩაგვიყარა, ჩემი. რაც მე ამაზე ვიჩალე ამერიკელებს იმენა რავი, გრინ კარტაზე არ მიჩალიჩია მაგდენი. როკი გამოიგზავნოთ ეს, მაგრამ იცი, ანუ სად უნდა მოგაჭიროს იცის. რაც იცის. ხო მე პატიჟებოდი ტრეკზე, ჩამოვალ და ეგ კორვეტი გამოიყვანე, გიდე რომ უჩენი კესე რო აწვალე. მოკლედ, ჩემი ავტოპარკი თქვენს წინააღმდეგ. რაზეც გინდა, მაზიაზე გინდა. თან მანქანები ყავს ახლა დაუმავა. მანქანის დატოვებაზე გინდა ბაზარია. იმდენ ჯერთ მანქანის დატოვებაზე რომ უნდა დავატოვო. მოდით და ვანახო ფასტოს და ვინ უფრო ტესლი ტიპები არიან რა. ნუ ეხლა რომც გაგვასწრო ჩვენს ტესლი მაინც ვექნები, მაგრამ ნუ გაიჯანდა. ეს CLS-ი არის 4-ვე წამყვანი, 63. CLS შეხედე ძმობას გაფიცებ იმენა 3 წლის ნაგავი ედო და ალბათ ვიდეოს წინ შემოურბინა და ის მაზუტი რო გადაგლესილია გზემოდან ნახე. ნახე აქ უყურე. ისე თქოს მეგონ ძრავი ამოდება. აქ უყურე. იმე ტალახი ვაკ დალესილი. ეს აიწყობა ხო ძრავი არ დეს. მაგრამ მეგონი ამბობს კიდე. ხო ამბობს. ჩასკიდევაც. არ მახსოვდა მე აბა. ტურბინებს ვადიდებთ, მეთანოლს ვაყენებთ. ნუ მოკლედ. ეს მეთანოლი მაგარი დამოღამებული ყველაფერზე რო ამბობს რა საკეთებს მეთანოლს ანუ ისია ჯოკერივით აქ გეგონა მეთანოლი დააყენა მორჩა. მეტი არაფერი არ ჭირდება ტურბინებს ადებს მეთანოლს აღარ. ძრავს რას უშვები ძმაო ძრავს. ბევრ რაღაცას ვაკეთებ. ეს მანქანა იქნება 1000 პლუსი და ბინარაძე რო აწყობთ რაღაცა გალაქტიკაში ყველაზე ჩქარი BMW თუ რაღაცა დრაგზე პირდაპირ პირველივე ბინარაძე უნდა მოხდა. არა ეს მართლა გადაობა იყო. ჩვენ არაერთხელ გითქვია ჩვენ
დიდი რიგი დგას რა ამიტომ ეგრე მარტივად არ ხდება ეგა რა galaktikაში ყველაზე ჩქარემოც მართლა განახებ მე შენ ყოველ შემთხვევაში იმენა უნდა გათრიო და ეხა დალშე მე ვნახოთ რა გაი შეარჩევ დაწერთ კომენტარებში და რომელიც უფრო მეტი ეწერება მაგ ნომერს ავიღებთ ამ CLS-ზე. შემდეგი არის ვენ გალბინოვრები აიღე პირდაპირ. ბევრმა იცის ეს მანქანა არის ედი შემოვანი. ბევრმა იცის, იმიტომ რომ GT-ერი ბევრი არ დადის ზოგადად და შენი ერთ-ერთი. ბევრს უნახავს დრაგზეც, ბევრს უნახავს შეკრებებზეც. მოკლედ ეს მანქანა იწყობა 1000 პლუსი. როგორც კაჩი 1000-ია, კაი გეგონება, აი ეს მანქანა 1000 პლუსით იქნება, ეს მანქანა 1000 პლუსი, ეხა Raptor-ზე ციტვის 2000 იქნება. ახლა უსმინე. ტურბინები გადიდება მეთანოლი. ტურბინებს და მეთანოლს ვეგას და აღოდ იმდენი ნაწილია კიდე მანქანას რისი გამოცვლას და გაძლიერება ჭირდება 8000 წელს ავიდეს, ანუ ტურბინა და მეთანოლი არის ყველაზე მარტივი გამოსავალი. მენა პროჭით გადმოვიტანეთ ცეპლენია იქიდან საზღვარზე და ტურბინა მეთანოლი. ცეპლენის გაძლიერებისთვის გერმანიაში ჩავედით. ცეპლენია გამოწერილი გვაქვს უკვე დადგება და გამოწერილი კაი ნაკლატკები აქვს. იმენა 70 ვალე გლიჯავს ეხა და ეგ არის. ლეგენდა GTS-ი დინარაძე, ლეგენდა GTS-ი, ლეგენდა აღარ იქნება. ლეგენდა GTS-ი ყოველთვის ლეგენდა იქნება. GL-ის ყავს, თუ გინდათ ეს ამითაც რამე მოიფიქრეთ, თუ დაჟე აი SS კლასი ხო გეცნობა რომ SS კლასია ჩვენ რომ გადავიღეთ ტესტ დრაივზე. ამიტომ აქაც კიდე ერთი მინიშნება რომ ვიღაცა უცხო და ტერი და ვიღაცა არ არის. ამის ეს კლასი გადავიღეთ. სხვა შემთხვევაში ერთი ორგი მივაჯვით მაგ მოხდეს და მაგის მე ხარ დაიგრუზა შემთხვევით და ხარ ჩაიდო გულში. თუ გინდა ამასაც შემოგთავაზებთ, აი ტრაკისაცობი. კარჩე ახალგაზრდობაში ვიყავი სპრინტერი, ძმაო მორბენა და თუ გინდა ფეხით დაგიდგები 100 მეტრაზე იმენა. ყავთ სამისო რამე ბაიკიც ყავს Suzuki-ში 750, რამე მოიფიქრე. აი, ერთადერთი რა შემიძლია თქვა, ბაიკში მომიგებ, იმიტომ რომ აი, არანაირი ინტერესი ბაიკების არ მქონია, სამწუხარო თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ მაგაში აი ვერაფერს ვერ მისდავ, რავი, დამითმია შენთვის ბაიკები. ერთით ნუ. Off-road-ი გვინდა. Off-road-ი უეჭველი უნდა ნახოთ. თუ ამ ჩელენჯზე წამოიგებიან მეგობრებო, off-road-ის დიდი სამოტყნელი ვიდეო შემოგთავაზებთ, აი ეგეთი რომ ალბათ არავის არ გადაუღია რა. და კომენტარი. Off-road-ის ვიდეოები ყოველთვის წარმოსახვაში მაგარი გონია ექშენი და რაღაც და უცებ რომ მიდიხარ და 5 დრო ჩადიხარ საფასტალახში და 1 საათი რომ დაკიდებული როი გადადის ხოლმე. მაგრამ რა ალბათ რაღაც იდეა აქვს. off-road-ის ვიდეო რანაირად უნდა გადავიღო. ნაფიქრია კაშკარი. კი, ეს მომზადებულია კაც. ჩემი ავტოპარკი და რომელ მანქანას ბალეშიკობ, რომელი არის აი მას სამბორბლიან მოტოციკლი. CLS-ი, GTS-ი, რომელიც დინარაძეს ძალიან ტრაქს უშინებს. აი იმენა რა უნდა გიქნა იცი? იმენა აი არაფერი. Raptor-ი და GL-ის და ეს ყავს აღარ. გაათრიები, ეგ GL-ი რო 63 მაინც იყო, 300 გააჩუმებდი, რაღაც 3.0 დამპალ GL-ი და Tesla-ით ძმა. მოდი ლუბ. და ეს ყოსით, აი ეს ყოსით რა უნდა, რას გვთავაზობ მე არ ვიცი. ვინ უფრო მეტ ბოზოს ჩაყრე? ესა გახსოვს და იკატავს. საერთოდ მაგაშიც არა პრობლემა თუ რამეს მოიფიქრე. ეხლა ეს ვიდეო ზუსტად მაგიტოიდება YouTube-ზე პირველად ჩემ არხზე, ახალი გაკეთებული მაგთან და რამენაირად იქნებ გადააზიაროთ, გადმოაზიაროთ, რომ შეერწყოთ. კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად გადააზიაროთ ეს ვიდეო. მაგარი და მშვიდობებით, მე ვარ ნიკა პეტაშვილი. უხეშო ბიჭებო, თქვენი სulis დროა. არ გაატაროთ ეს ჩელენჯი, თორემ მაგრა დაგეჯებებათ ხახისგან. კარგად. რა ზუსტად? ბრატ. ხო, რავი, ხალხისგან არ დაგვეჯვა. არა, ხალხი მოიხოდა, ხალხი ხო, არა, დაგეჯმება თუ არა დაგვეჯვა. ხალხი რატო დაგვეჯობს ახლა ჩვენ, მაგრამ ნუ აქტიობა დაიწყო, მართლა გამოიწვია. კი, მაგრამ ხალხმა არ დაგვეჯვა და ამაზე ნიკა გამწარდა და ადგა და უზი ნაცარში ჩა. მეორე ვიდეო გააძრო, მეორე ჯოკერიც დააგდო, რომ იფიქრა ახლა. კარგად აღარ მახსოვს ვიდეო, მეც ახლა ახლა ვიხსენებ. არა, მე ნახე, მაგრამ რამოდენიმეჯერ ნახე. კი, მაგრამ ცოტა დრო გაგვეწევა პასუხისთვის. ხო, ეთყობა უკვე, მოკლემ კლავიატურია, ევენ ეგ ზაფხულია. სანტისიმო. ბედნიერი მომენტი. ეს დახსტე რეკლამა რო არ გამომიძეს. აჰა. გამარჯობა. აუ, აქ უკვე რა ხე. აქ უკვე. აი როგორ შემოგიცი? იქ უკვე იმდენ ნახო რომ დააგროვა ხუაზე ხარ. აქ უკვე. აქ უნდა ეთქვა რომ ამ ვიდეოს ვინც უყურებს უკვე იცის ვინც ვარ და ხო ხდები უკვე გათსნებულია. კაპეტაშვილი ვარ. ხმის ტონს. საწინაო ვიდეო აქვს ნახე. შენზოვას გეცოდნებით. ხოლო ვისაც არ გინახავთ, თქონა იქნება გადახვიდეთ, ნახოთ რა მოხდა, როგორ მოხდა. ვინაიდანაც ვისე ვერ მიხვდებით ამ ვიდეოს აასხს და შინაარს. რაც შეეხება ნახვებს და გამომწერებს. დაახლოებით 50000 ნახვამდე დააგროვა ვიდეო.
და 2500 გამომწერზე ავედით. ეს YouTube-ისთვის ჩემი აზრით საკმაოდ კარგი შედეგია, იმიტომ რომ უყურებ ქართულ YouTube-საც და ჩვენ ვიდეოებზე გაზრდილი. შემოსულ ეთყობა. ცოტათი რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს ეს კონტენტი აინტერესებს და მე არ ვაპირებ ესე გაჩერებას. ვიწერებოდა ცუდი კომენტარებიც, კარგი კომენტარებიც წერებოდა. ხოლო ხალხს რაც არ მოეწონა, მივხვდი ქალაქში გაზაობა. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ქალაქში არ იგაზავებდნენ, არ გამომყვებოდნენ. იმდენი შენ რა გითხარი, რომ დაგაჯოს მე შეცვალე პლასტინკა, ხო? უბრალოდ მინდოდა რამენაირად გამეღიზიანებინა, ამეგდო უბრალოდ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არ იმუშავა. ერთ-ერთ ვიდეოში კი ახსენეს, ბოლოსკენ მზად იყავი უხეში პასუხისთვის და მზადვა სათხართ. ეხლა მოგმართავთ ჩემს გამომწერებს. გამომწერებს მიმართავ. შევრები ხიმილის გარეშე რა, მაგრამ გავერთ. არმია გადაწევა. კომენტარები, არ ვიცი, დისლაიქები, რავი, რაც გინდა დაუწეროთ, რამენაირად შევაწუხოთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით, ჩემი ვიდეო ესე ბოლოსთვის მოისწროს, ერთი დრაგსტერს აწყობს, მეორე დრიფტს გარს გონი, ხო? ვითომ არის წაკცხოვე. იფიქრეს რომ მოდი ბოლოსთვის გადავდებთ ნიკუშას ვიდეოს და ესე არ იყო ზუსტად. თონა იქნება 50000-საც ვერ მოვთხოვ ყველას, იმიტომ რომ 50000-დან შეიძლება ნახევარზე მეც არ აინტერესებდეს ეს ჩელენჯი, მოთხოვნა არ უნდადეს მათზე, მაგრამ ის 2500 გამომწერი, ვინც მე გამომყვა, თონა იქნება რომ 2500 კომენტარი მაინც დაუწეროთ ვიდეო. შენ დათვალე 2500 კომენტარი, ვერ დავთვალე იქ. არა, 1-2 კომენტარი იყო კი. ვიდეოებზე სადმე რამე შევაწუხოთ. ყველა კომენტარს ნახულობე ზუსტად ვიცი. და ამ ვიდეოს რო ნახავენ, ეგეც კი ვიცი. ეხლა რაც შეეხება იმ კომენტარებს, რო წერდით, ესენი მტრები არიან, ქშურს, შებოღმიანო, მეგობრობას მასწავლით? ძალიან კარგად მეგობრობას, ძალიან კარგად მაგაცობაც, მაგრამ ეს YouTube-ია, ყველა თავის კონტენტს. მე ზუსტად ჩემსაც ვქნი და საერთოდ არ მაინტერესებს ცუდი კომენტარები, რაღაც ჭკუას რომ არ იგებთ რა. ყველამ თავის ოზმაკიდას მიხედავს. მე არ მაინტერესებს ეს მაკაცი იქნება, მეგობარი იქნება, თუ ნათესავი იქნება, მე ჩემ კონტენტს ვქნი და კარჩ ლიჟბი იმენა ნახვა დააგრო ყველაფერზე ხარ წამსული ზუმა რა. ბოლომდე გავიტან ამ ყველაფერს. ამას თქვენ თვითონ ვინახავთ. ასევე ვიცი რომ ჩემმა ვიდეომ შედეგი გამოიღო, ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება, ძალიან ბევრი წერს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი წამოწყება, გვერდში მიდგანან, აინტერესებთ. ეს წამოწყება ბოლოში რო გავიყვანოთ, თქვენი დახმარება დამჭირდება ზუსტად იმ ადამიანების, ვინც ბალეში ყოფთ, გვერდში მიდგახართ და გაინტერესებდათ. ბევრი ხვდებოდა და მეკითხებოდა კიდევაც რა საპირებ, როგორ აპირებ. შეუბედურო ხოლმე. მაგათ გასაცაცხენზე რა დადიხარო, კიდე ეკითხებოდნენ და პასუხი არ ქონდა. ისე ამდენი დრო გავიდა და ავიდა. რაზე? 1000-ზე. რავი, მეც ეგ მაინდა გავიდოთ ვიდეოს ბოლოში. რაღაცას კი ბაზრო. CLS-ი. CLS-ი გარეცხილია. ძრავით დევს. კი. 1000 ცხენი, კი ბატონო. თითქმის მზად არის, ძალიან დიდი რესურსი ჩავდა. კაი, ეხა ნუ ეს მანქანა რო გადავიღეთ, მაყურებელმა ისე აქვე ვთქვათ ანუ რა. ესე იგი აი გაწი, აი გაკაჩი, რავი შეგრძნება იყო 600 ცხენის და ეს დანარჩენი 400 სად გაიქცა? ეგეც მოვყვეთ რა მოხდა. ანუ ესე იგი ეს ვიდეო რო დადო მეორე ვიდეო იმავე საღამოს. დაურეკეთ და უთხარით რომ თანხდებით ამ ჩელენჯს და მოეშვია ვიდეოს შესაძლებლობას და არ გწალია გვაცადე რაღაც შეჯიბრებების მემზადები და გაგცემთო პასუხსო რა უთხარი და პლუს კიდე ნუ ერთ-ერთი მოთხოვნა ის იყო რომ ეს CLS უნდა ეთხოვებინა ჩვენთვის რომ ამდენი ვიბლატავა ჩვენ ვთქვათ რომ წავიყვანთ ეზრევისაც გადავიღოთ მანქანასაც ვნახავთ და ჩელენჯი პასუხს აუცილებლად გაგცემ და ეს მანქანა წავიყვანეთ რა მოკლედ. ნუ ვიდეო დევს ნანახი გექნებათ ამ ვიდეოს მანქანა თესლობაა ხა მაკუზაოს პატივს ვცემთ ორივე მაგრამ 1000 ცხენია ძალიან ბევრი პული ჩავდე. რომ ეს მანქანა ამისყო. ფულის მეტი რა გახსნა. დამიჯერეთ არავის არ შევარჩენ, არავის არ ვაპატიებ რომ ეს ჩელენჯი ესე გამიტანოს. გადატენილია. ყველაზე მეტად გაინტერესებთ CLS, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომენტარი იწერებოდა CLS-ი. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მანქანაა. დინოზე უკვე იდგა, ჩემი სტორი ვიცდახა. ცხენებს საიდუმლოდ დავტოვებ. აი სიმართლეს ვიტყვი რა, ანუ CLS-ი ორივეს მაგრად მოგწონს რა, მაგრამ აი რატომღაც ფიქრობ რომ არაფრის მანქნისი არ არის CLS-ი. აი არაფრის მანქნისი არ არის. რა ვიცი. შეგოცდები არა, ეს ანუ სოფლიო რეკორდი რო ნახო
დრაგის აპლიკაციაში მე მგონი 10-დან არც ერთი არ არის გამონასწორებული. ხო და ანუ აუთ ლაპარაკი მაქვს იმენაკბილებამდე გადატანილი. თან ახლა ჩვენ გადავგეჭეთ MX-ი და CLS-ი რო ყავდა და ყველაფერი გქენით, ნუ კარგი მანქანაა, ანუ აი უმაგრესი მანქანაა, მაგრამ აი სპორტულობისკენ ვერ არის რა ეგ მანქანა. დავანასწრო იქ GT Performance-ში, ნოდოსთან ძალიან ბევრი იწვალა. იწვალებდა 1000 წელი აქედან არანაირად უნდა რა შეიძლება ძრავს. არის კოვანი, პაშინი, შატუნი, აყენია ვეისტექი სტიკერი ექნა. რა შეიძლება, ნუ პროგრამა GT Performance-ია გაკეთებული. ეხლა ვაპირებთ დავაყენოთ ტოპ მაუნტები და მეთანოლი ერთად, უკვე ბოლო ეტაპია და შემდეგ უკვე გაიზომებ. ბიჭო, მე მგონი მეთანოლის ბიზნესში აპირებს მოსვლას და ჩამოიტანს აჩვევს, რომ მეთანოლის გარშე 1000 ხანს ვერ მიიღებ და მეთანოლი. გაძლიერება გინდა მეთანოლი. ეს გინდა მეთანოლი, ის გინდა მეთანოლი. და ზუსტი ცხენები და ზუსტი დროები. ბიჭო, მეთანოლი არ ეყენა, ჩვენ რო გავტესტეთ და მაგით მოგეჩვენენ ნერო. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი საერთოდ არ გაუწიათ და ყალეზე დაიკიდეს, მე მაინც მზად ვარ. აი ხვალ ვერ უნდა მირეკონ, აი წავედით ვიდეო ჩამიწერონ, მზად ვარ, წავიდეთ და ავდით არა. სხვა მანქანებსაც ვამზადებ პარალელურად, მაგრამ ხვალ ვერ უნდა რეკონ, ეს მანქანები მზად არის და ეს CLS-ი არის MX-ის კონკურენტი. ჩემი GTS ცეპლენია შევცვალეთ, ყველაზე პრობლემურია ვინაიდან იცით GTS-ზე ცეპლენია. იციან ჩვენი ვიდეოდან. ფაქტები სად არის, მაო, ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ვაჩვენებთ ხოლმე. ცეპლენია შედა კოვანი ძალიან არ გავიგო, კოვანია შატუნით. რატო არ ვიდეო მანქანებს აწყობის ვიდეოს რატო ვარდებ, დიდი ენა რო გადმოგდებული ჩვენ დარბლატავ. კარგი შენიშვნა იყო. ტურბინებიც გზაშია. გარჩე მოდის, დაგაწაით შენო რო წააგეს მე რითქვის ისა რო საბაჟო მარ გამოატარა და რაღაც შენო ეგენი გამოიწიეო და ტურბინებს დაგაწევთო უთხრეს რა მაგაზე არ დავაყენებთ ეს მანქანა იწყობა რომ გახდეს საქართველოში ყველაზე ჩქარი AMG ველაზვიადი დინარაზე ყავს იმენა აი ადრე რო იყო ჟურნალი სათაური იყო რა სათაური გაბელაზე ჩქარი საქართველოში ყველაზე ჩქარი AMG GTS მაგრამ დამერწმუნდეთ ეს მანქანა ძალიან მაგრად გაასწრეს მის მანქანას. ეს წითელი GTS მაგ დღეს მოვესწრო ერთი აი ეს მწვანე გაუგებრობა რომ ჩემ GTS გაასწრეს მეტი FM. იცი არის ჩემი მეგობრის თემუედი შენი. ისეც არაფერს ვაკეთებ უბრალოდ სერვისია. და სათესლაო დააყენეთ რა. იცით ყველამ რომ ამ სერვისში ვიტო მოტორში კეთება GTS-ები, CLS-ები. ესეც ერთ-ერთი ჩვენი მეგობრის არის, ამასაც ვაკეთებ. რამდენს გიხდიან ნიკო ინტეგრაციაზე? კეთებთ. ეს მაშინ რა გირ შენთან რეკლამა ჩვენ იქნებ რაღაცა ჰელი გავარეკლამოთ შენთანაც ხანა უბრალოდ სილამაზის საყენია ძალიან ლამაზია დამთანხმებით გადავიდეთ რაპტორზე გაგეცინებათ სარიშვილმა რაპტორი ჩამოიყვანა ნუ არაფერი განსაკუთრებული რაპტორია გარკვეული დაკიდება ძრავით სტოკია მეთანოლი აღენია მეთანოლი დააყენე რა ძმობას გავს თორე ზამასკაში ვარ სანამ ეგენი გამოფხიზლდებიან რაპტორსაც გავაკეთებ აუცილებლად არა ანუ ოფროუდზე რავი წარმოგიდგენია რამე შენ თავი რა უნდა გააკეთო როგორ მოგატყუო არა მაგრამ რაღაც იდეა ექნება დავტოვებისე და ძალიან მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ ოფროუდის გრძელდება დრიფტკარის პროექტიც მაგრამ ამ პროექტს აუცილებლად ინკოგნიტოდ დავტოვებ არ მინდა რომ ყველაფერში კარტები გავხსნან და ეგ პროექტი ჯერ არ არის ჩათვალეთ ყველაფერში იცოდნენ რას როგორ ვაკეთებ. როცა გამოწვევაზე დამთანხმდებიან, აუცილებლად გამოვაჩენ და ნახავთ რა მაგარ მანქანას ვაწყობ. კიდევ ერთხელ ჩემ გამომწერებს გთხოვთ რომ ვიაქტიუროთ, მაქსიმალურად შევაწუხოთ ეს ხალხი. ამ ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის. მე საერთოდ არაფერი არ დამაკლდება. კარგი მანქანები. ნახვევი და გაკლდება. სპორტული მანქანები სულ მყავდა და კიდევაც მეყოლება. ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის. მოდი, დამეხმარეთ. მე სასიამოვნო ვიდეოებს შემოგთავაზებთ, კარგ კონტენტს შეგიქნით და ვიაქტიუროთ ყველა. დაუკომენტარეთ რომ მიიღონ ჩვენი გამოწვევა, თუ გინდათ რომ ეს პროექტი შედგეს, სხვა გამოსავალი არ არის. დავუკომენტაროთ, მიიღეთ ლიკას გამოწვევა. უხეშო ბიჭებო, თქვენი დროა. გიორგიმ კი მიხსენა ვიდეოში რომ მზად ხარ უხეში პასუხისთვის. მზად ვარ. აბა კარგად. კაჩე შემოსვლა ხო ეფექტურია ხო, მაგრამ გასვლა კიდევ უკეთეს. გასვლა რაღაცა დასამუგამებელია. კაროჩე, რას ვიქნებ? მოკლედ ხო, გამიხილოთ ახლა. კაი, ემუ ეს ვიდეოები გავიგეთ ხა ჭუჭუს დატოვება, რა თქმა უნდა, ანუ თან თვითონაც აღიარებს რომ რაღაცას მინდა წამოვიკიდო და იმიტომ ვარო ესეთი უხეშიო მეცო, რომ რაღაცით გავაღიზიანო.
რავი, არ გავგიზიანდით, მაგრამ პირდაპირ ვიძახი, პირველი ადამიანი, ვინც ესე დაგვაჩელენჯა, ჩემი თავი მახსენდება და ჩვენი თავი მახსენდება, რომ 2018-ში დავიწყეთ ვიდეოების გადაღება, პირდაპირ ესე წიხლით შემოვარდით YouTube-ზე და ანუ უბრალოდ რავი, ზუგს ვერ შევაქცევდი ეხა ამ გამოწვევას და მე პირადად ვიღებ გამოწვევას და იმასაც ვიტყვი, რომ აი რაღაც წესებსაც დაუთმობ და ავარჩევინებ, რაც უნდა, ცოტა ისო იყო სამართლიანი ეხა მე რომ წესები არ არა, თან არ ვილა ნახდათ ეხა მაგისტვის მართლა არ ხსალია წელს მით უმეტეს იმდენი პროექტი გვაქვს დამოწყებული, ეხა აუდგეთ და ვიღაცას იქ აუდგა და ჩვენი გამოწვევა უნდა ეგრე არა. ანუ რაღაცა ისეთი საპირწონეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხა მოდი რეალურად ვთქვათ, ნიკა ბევრად მეტს იღებს ამ ჩელენჯიდან, ვიდრე ჩვენ. ნიკა იღებს ყველაფერს, იმენა ჰაიპს, ცნობადობას და იცის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ რო გამოგვიწევს, ეხა დებილი არ არის, ძალიან კარგად იცის, რომ ამას ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა. ანუ მინიმუმ ჩვენი ნახვა ვისაც უნდა, ნიკას ჩვენ ვიდეოში მოხდება, ამიტომ ეს ჰაიპს მიიღებს. მაგრამ მე იმას ვიზახი, რომ ავარჩევინებთ, აი რა დისციპლინაში უნდა, რა ჩელენჯება ჩვენი რომ რაღაც სამართლიანი იყოს, იმიტომ რომ მე რაღაც ნიკას ტარებაში ცოტა, რავი, ისე ვარ. რა დონატები შეკრა, ძმაო. სასწაულად, დრიფტკარ საწყოს ჯერ არ ვთქვი, ესეთი საქართველოში ერთ-ერთი იქნებოდა და ერთი უნდა დავადგებ, ნახო რასაც ვარკებს იქ დაადუქებს. მაგრამ იმასაც არ დავმალავ, რომ ჩვენ ეხლა გიომ როგორც ახსენა, ამას ესე უანგაროთ არ გავაკეთებთ, რაღაცები ჩვენი პირობებიც იქნება ჩადებული და მაგ პირობებზე უნდა წამოვიდეს ნიკა. ანუ როგორ რა ვაფშე ხო არ გინდა? არ გინდა ბარი ვნახოთ და ვიდეოს ჩავსვით. მოგეთ იდეა, ანუ ჩვენ ესე ქონდა დაგეგმილი, ამ ვიდეოს ჩავწერდით, დავდებდით, იქნებოდა ჩვენი პასუხი, მე ის რაღაცა ჩაწერდა, ნუ კარჩ გაიწელებოდა ძალიან დიდი ხანი და ვაფშე ეხავე დავურეკოთ, კითხოთ რას მიგავს. ვაფშე თუცალია დავადგეთ. და ანუ კარის გამოუჩინოთ რასაკეთებ. პასუხს რო გამცემ, მე გამოვაჩენო, ხო თქვა, აი პასუხი იქნება და გამოვაჩინო. ვაფშე დავურეკავთ. და ანუ კითხოთ როგორ წარმოუდგენია ჩელენჯი. მაგრამ ჩვენ თვითონ ნახოთ, მივადგეთ ვაფშე. არა ჩვენ ანუ აი როგორ წარმოგიდგენია რომ როგორ უნდა იმას ყველა მანქანას უპირისპირდებით ვინაიდან ჩვენმა აუდიტორიამ იცის რომ რაღაც მე დრიფტზე ვარ კი მაგრამ აი იმ დრიფტზეც გონია რომ ნიკას დრიფტი არ გაიშვა მაგრამ რა ვიცი იმდენი ვლატავა კი ბატონო რაღაც ის იმედი აქვს შევეჯიბრები დრაგზე ნუ დრაგი ხა ესეთი თემა M4-ზე და GTS-ით რაც უნდა იმას მეინდები კორვეტსო ხო თქვა ვათრევო კორვეტი დრიფტკარი და ოფროუდი შენი ანუ სამ დისციპლინაში შენ გემუქრება თუ გაკაჩავს კი ბატონო ორ დისციპლინაში მე მემუქრება რა მოდი ახლა მე დავრეკავ ნახე უკვე დაითესა იმენა მეორე ტელეფონს ეძებს ეთქობა რომ კამერა ჩართოს 2000 years later რაო? გამიწითლე ტელეფონი რა გინდა? რა იყო დაითესე უკვე ჩელენჯი არ მიგი. გადავდივარ, ხო? ეგრე იცი ხოლმე დატყობა. რა შოვი სათხარ? რა ვაკეთილისკენ შენ სათხარ. შენი ნახვა გვინდა ძმაო. კარჩი მე და სარეშვილი ვართ, ვიდეო ჩავწერეთ. შენი ნანატრი პასუხი გაცემული არის და პროსტა გადავწყვიტეთ რომ ბარე მოვიდეთ და გნახოთ და მოვილაპარაკოთ ჩელენჯის პირობებზე. ზოგადად ვაფშე რა გინდა რომ პირდაპირ გვითხრა რა. ვიდეოებიდან რო გეკონტაქტები. და სად მოვიდეთ? რამდენ ხანში იქნებით? აუ ჩვენ დიღომში ვართ ლუქსავტოში, შენ სათხარ. აი ბაზარი არა, მაქსიმუმ ალბათ 9 საათში მანდიქნები. მანცა. იქა ვიტო ახლა აქაც ჩააკვეხა ინტეგრაცია იმენა რა. ჩააჭირე მაგათოს ხენი ძალიან ცელოს მალე მოდი. რითი ხარ, რითი? რა მანქანით ხარ? რაპტორით. მეთანოლი გიყენია. თანალის მეკანია და ყველაფერი მეკანია დიდი ტურბინებით. კაი, მოვალთ მოკლედ რა და გაემზადე რა. ეხა ვიღაცებს არ დაურეკო, საცემრად არ მოვდიოს, უნდა გელაპარაკოთ პროსტო. დაგახვედრები. ეგ არის კონტაქტზე გავედით, გველოდება ჩვენს ახლა აულაგდებით, მაგრად არ მინდა რომ დავტოვო ეს სივრცე, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, აქაურობა ეს არის განახლებული ლუქს ავტო, თუ გინდათ რომ ფირები გადააკეთოთ თქვენ ავტომობილს ან დამცავები, ან მინები დაამუქოთ, შეგიძლიათ უკვე მოხვიდეთ გახსნილი არის ლუქს ავტო. და არა მხოლოდ გადაკვრა და დაბრენდა.
ნებისმიერი სერვისი, რომელიც თქვენ გჭირდებათ, ეს იქნება ავტომობილის შეკეთება და სამალიარო რამე მსგავსი, შეგიძლიათ მოხვიდეთ ლუქს ავტოში. We on a mission now. We serving roadblocks, taking no shots, see the vision now. This from the ground up, put the rounds up, now we in and out. I see no limits, counting digits, it's no backing now. Check the check, we cashing out. Watch me rise, take it to the top. Wake up grinding and it never stops. Silent moves, still I'm shaking blocks. Moving mountains just to kick and rocks. დაგვახვედრა იმენა ჩემს. ამით მე ვუხრებოდა ბიჭო. კაი ბიჭი. ეს გამომართი ჯერ. შენ კამერით. სალამ და რო. ეო ხებრატუ. ჩართულია. შეგვაწუხე შენმა 2500-მა გამომწერა, აგვაწიო კეს იმე ცოტა დააწყრა, თორე აღარ შეგვილია იმენა რა. იმდენი კომენტარი იწერება, ძმამ აღარ შეგვილია რა. ესე იგი ჩელენჯი მიღებულია, ეგ ვიდეოს დაიდება, ამ ვიდეოში გაიგებს ხალხი რომ ჩელენჯი მიღებულია. ჩვენ ამოვედით, აი რითი გვემუქრები და რა ფორმატით ეგ გვაინტერესებს. რითი გემუქრებით განახეთ. აი ამითი გემუქრება გიწამოერთი შენზო. აუ. ეს არ ჩანდა იმ ვიდეოებში. ეს არის საქართველოში ყველაზე გამორჩეული პროექტი დრიფტში, რაც ჯერ არ ყოფილა, აი აქ რომ იმენა გადასკდა უკვე იმაში ტრაკი რო ძრება. всё. თუ რამე არის კიდე და არ ვიცით. უილად მიცვალე მუსტანგზე. მართლა ეს არის დრიფტი. Guy, ალბათ რაღაცას უზავ ხა გაალამაზე. ძრავი აქვს ძალიან მაგარი. Hey, pop the hood. Pop the hood? Pop the hood. არა, ეს მანქანა. დაიშალოს ეს შეჩემა. მანქანა ვიცი, ან მართლა კარგად დადის, просто გარედან ისეთი, ახლა წიხლი უნდა მომეჭირა. დადის ეს PPS ყოფილი მანქანაა და შეჯიბრდეს იარა ამ მანქანით. აი, საქმეზე გადადით ახლა საქმეზე. ფორმატი, თავარი არის ფორმატი. კი ბატონო, ჩელენჯი მიღებულია, ვილაპარაკეთ, განვიხილეთ, ეგ ვიდეო დაიდება შენს ნახავ მაგ ვიდეოზე, ცოტა ვიღადავით რა თქმა უნდა, ხალხმაც იცის რომ ტრები არ ვართ ერთმანეთის. ეხლა არის მთავარი კითხვა, როგორ ვლაგდებით, როგორ ვალაგებთ ამ ყველაფერს და ну დისციპლინა, ну შენ უნდა აგარჩევი. ხო, ბაზარი არა. რაღაც ვიდეოებში სხვა ხუთზე იყავი და ეხლა რაღაცა მოგწალებული ხარ და აი, მოჭაიჯვი. კლავიატურა ხო იცის ხვანაირად არის გადატენილი. წამოდი შიგნით შემოდი შენ. შიგნით გვიწო, აჯეკლაში ავტომატიანი ჩაჩნევიზია. ხო, უკან გადატენილები მყავს. კაროჩე, ესე ვიფიქრეთ, ალბათ შენს დაგვეთანხმები რომ, ну, დრაგში მონაწილეობას მიიღოს გიო, რა თქმა უნდა. თვითი დრაგსტერა და დანარჩენში მე. ეხლა როგორ წარმოგიდგენთ, ოფროუდი მინდა პირველი ხაზი გავუსვა, მაგრამ ნუ დრაგი მაინც დრაგია და გადავანაწერთ მანქანას ერთმანეთთან. აი ოფროუდში რას გულისხმობ, იმიტომ რომ ვერ მივხვდი რა ვტორეთ ოფროუდში, აი როგორი ოფროუდი უნდა იყოს, ანუ შეჯიბრი ტალახში ვაგდებენ და იქ. არა, მსგავსი არაფერი. არ გამოწეს, გასმებული რომ მოვა. შენი ოფროუდის ვიდეო ნანახი მოიდა, აღარ მინდა იგივე დღეს ჩაგაგდო. მოკლედ. მოკლედ. არ იქნება რა ჭუჭყიანი ოფროუდი არ იქნება რა ანუ ჩქაროსნული ოფროუდი იქნება დიდი ალბათობით უდაბნოში ჩვენთან რა კახეთ ნუ ეგრე გადაწყო და ეგრელი ხონია უკვე იმენა ხო ეგრე წარმომიდგენია მე რაღაც სხვანაირად არ გამოვა ნუ ეს არ მევასება ტალახებში ძრომიანი და ის რაღაცა დიაგონალების გასინჯვა მაგიტო კი ბატონო ჩქაროსნული ოფროუდი ჩვენთან უდაბნოში ბაზარი არა. ეგ დავი ჯამპებით და ყველაფრით ვაფშე. ხო? აუ, დაიწყო. ბაზარი სანტაცია. დაიწყო ძიენ დისკები შეშეგან. კაი, მოდი ახლა და კაი, ეგ ავარკვიეთ. ჩვენ რა შვებით TikTok-ში? მეთანოლი გიყენია ყველა მანქანაზე. ბიჭო, რატო ვარდებ კეთების ვიდეოებს? რო აბა 1750 სადა? მე არ მაქვს თქვენაირი ფუფუნება, რომ ყოველდღე ვიდეოები გადამიღონ და მობილური ხმარება ყველა ვიცით, ახლა ჩააყავი გადაიღო. ხო, გასაგებია, მაგრამ ახლა მობილურის დონეზე რომ მიდოდეს YouTube-ის მოყვანო რუსთავში იმენა. მობილურის დონეზე არ მინდა YouTube-ის მოხოდვა და მაგიტო გეუბნები. აჰა, მაღალ დონეზე გინდა. მინდა რომ მაყურებელს სერიოზულ დონე მივაწოდო და მაგიტო. კაი. კაი, სიახლე ყავს M4-ს. ალბათ დაუყენებთ CLS. ამა ხო თქვა? CLS გადავიდეთ ტიკაში ყველაზე სწრაფ M4-ს უნდა დაუპირისპირდეო იმენა. CLS M4-ის წინააღმდეგ, GTS ეგეც ვიცი, იმენა ზუბირო გაქვს იმენა, ჩემი GTS. დრაგის ვიდეო GTS. კარგი, ერთი 4 წამყვან კლასში გვაქვს ხო ისა ჩელენჯი და ერთი უკანა წამყვან კლასში გვაქვს. კაი, ეგეც გასაგებია. და ის ნაგვის ხუთი. ნაგვის ხუთი. და კორვეტი უნდა ვათრიო და რითი ათრიო. რითი უნდა ვათრიო? რა? კორვეტ კრილობით უნდა გათრიო. აი, რა წარმოგიდგენიათ რითი ვათრიო კორვეტს? არ ვიცი.
აჰა. Короче, ეს ერთი GTS-ი იმენ უნდა გამოისვა. ამ GTS-იც და კოროე. კი, GTS. Хорошо. Короче, ამ GTS მე დავღლი. დაღლილი GTS-ია, მაი. რა იმაში აქვია? დისციპლინაში. ხო, კოროეც რა შევეჯიბრები. ან თაიმატაკი იყოს, ან წყვილთარბოლა, რომელიც გინდა. ბაზარი არა. ეგ მოვიქნა. ორივე მაწყობს. თუნდაც ორივე იყოს. დაწყო. ტრეკის ივენთიც გვაქვს. ტრეკზე, ხო, ოღონდ ეგ მე მოვიფიქროთ ეხლა მაგაზე ალბათ ძალიან დიდი დრო წავა, იმიტომ რომ მარტივი გადასაღები რო იყოს, რომ ლამაზი იყოს, ექშენი მეტი რო იყოს. ან სხვათა შორის წყვილთარბოლას უფრო ექშენი აქვს, იმიტომ ერთი ტიპი რო ერთ გზაზე დადის და დროს ინიშნავს, ცოტა ისედნია და აი ფინიში რომ წყვილთარბოლა ჯობია, მეც ეგრე მირჩევია ბაზარია. კოროეთან. არ დაინტრე ოღონდ სადმე, რაც მომაზე ოფისი. შეტრაკი და შეიტანაც მოვა. შენი ჯერიც მოვა. ჯერ ამას მე მოვა, აბა რა შევით მანქანას. დრიფტი დარჩა ბოლოს რა. დრიფტი დავამთავრე. კაი, ხო, დრიფტი როგორ ვანაწილებთ ახლა? გამარჯვებული, რამდენი ერთ გამარჯვებაზე ერთ ქულას იღებს. და ჯამში რამდენი ჩელენჯი გვაქვს? ანუ 5 გამოდის, ხო? ესე იგი. რაპტორი. ანუ 5 ლოგიკურია, ახლა ვიტყვი რატო? ანუ 3-ში რო ტიპი მოიგებს, 3-ით 2 გამოდის. ანუ ჯამურ ქულაში ვისაც უფრო მეტი ქულა ექნება, ეგ იგებს, ეგრე ვალაგებთ, ხო? ანუ ყველა თითო ჩელენჯი თითო ქულა ეძლევა და 5 ჩელენჯი რო გვაქვს, ხო, ერთის უპირატესობით ყველა ვარიანტში ნიჩია იმედი არ დამთავრდება საერთოდ. ნიჩია ვერ გამოვიდეთ. ნიჩია ვერ გამოდის, მაგრამ ზედიზეც შეიძლება რომელიმე მხარემ ამ ზედიზეც 3-ვე ჯერ თუ მოვიგეთ და სავარაუდოდ ეგრე იქნება, მაშინ 3-ის მერე გაგრძელება საზრი აღარ ექნება. მაგრამ შეგვიძლია მაინც დავამთავროთ ბოლომდე, რომ ეს ჩელენჯები დავამთავროთ. არა, დავამთავროთ. აი და ვიდეოს როგორ ერთი ჩელენჯი, ერთი ვიდეო, ხო? მე ვაკეთებ ამ ყველაფერს ჩემი გამომწერებისთვის. ამიტომ მიჩვენე დავამთავროთ რა ფასითაც არ უნდა მიჯდეს უეჭველი. ფასი დაგიჯდება, იმიტომ რომ ჩვენთან შეკინება ეხლა უფასო არ არის. არ იცი, მაო. ინტერესი აქამდე რომ მოხვედი. ჩვენ ვილაპარაკეთ უკვე მაგ-თემაზე და რაღაცა იდეები გვაქვს. შენ იღებ ყველაზე მეც, მოდი შევთანხმდეთ. ეხლა და არ გვინდა ეს რაღაც გაპროს, შენ იღებ ჩვენი აუდიტორიის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც შენ ცხოვრებაში რო ვერ გაიგებდა შენ არსებობას, ეხლა იციან და შენ თუ YouTube-ის მოხდა გვინდა სერიოზული სტატია, ჩვენ რას ვიღებთ აქედან. ნუ რა ვქნათ რომ პეტაშვილს გავასწარით? ეგ არის ჯერ უნდა გამასწრო. ეხლა ეგ მაგაზე არ ნერვიულო. დალშე? რავი, მაზიანზე, ხო თქვით ვიდეოში. ნო, მანქანაზეც იყო წამსვლელი ეს, მაგრამ მანქანაზე ეხლა ვერ გაგიგო. ფულზე თუ გაწყობს, მაო, ფული დავასახელოთ რა. გვაგიზიანებდათ რომ ეს ამ დამთმობი არ არის, ხა GTS-ის და არც წელს. არა, მაგას თავიდან მიგონი რომ არ არის, ხა J-Class და GTS ვერ დავთ. მაგრამ ჩვენც ვილაპარაკეთ და მე ვფიქრობ რაღაც ლოგიკური ინტერესი უნდა ქონდეს ამ ყველაფერს, რომ ჩვენი გამომწერებისთვის რაღაც გავაკეთოთ. ნუ ან შენი გამომწერების, მაგრამ ამ შეცვლაში უკვე ჩვენ გამომწერები, მაშინ გავათამაშოთ გამომწერებისთვის რაღაც პრიზი, ხო? თესლი პრიზი უნდა აგებს მეორე მხარე, ანუ შენ თუ წააგებ და სავარაუდოდ ეგრე იქნება, ჩვენი გამომწერებისთვის რამე თესლ პრიზს აწესებთ და ჩვენ თუ წავაგეთ, კაი, ეგეც თქვა. ჩვენც რა თქმა უნდა იგივე რაირ პრიზს ვაწესებთ. просто შევთანხმდეთ რა იქნება ეს პრიზი. კი ბატონო. რავი, ფული просто არ გამოდის. რატო? ნუ რავი, ფულზე გაზაობა ეხლა არა კანონიერია, არა კანონიერი. საქმე შენ ჩადიხარ, ჩვენ არა. ქალაქში გაზაობა ეს დამალება. კაი, გვარებს. მაშინ რა ვიცი. კაჩი, იმ ფულის შესაბამისი რაღაცა მანქანა. საგზური თუ მანქანა? საგზურია, ნუ ავტომობილები. ხო, ეგეც იყო ერთი იდეა რა. უყურე, არა, საგზური ცოტა ისეთი პუნქტია. უყურე, ანუ ძალიან მაგარი საჩქარია, მაგრამ მე ვიზახი რომ ხა ჩვენთან რომ ავტომობილები რო გვიყურებენ, ხა ჩვენ ორი მანქანა გავათამაშეთ და მაგრად გაუსწორდა და ხელმისაწვდომი, ანუ ხელმისაწვდომი მანქანა იყოს ისეთი რა, აი. ძალიანაც ხელმისაწვდომი ეხა ხო ხდები რა, რომ ძალიანაც არის ზარალო ეხა. ანუ ხელმისაწვდომი ფასვი ზახი რა. ნახოთ ჯერ. საკულტო მანქანები ვარ კიდე ცოტა ხელმისაწვდომი ისეთი მაშინ. ავტომოყარულს რო გაუსწორდება რაღაც ეგეთი მანქანა. მაგრამ მაშინ რა თანხაზე შევთანხმდეთ? რათა? 5-დან 10000 დოლარამდე ძმაო. საავტომოყარულს პრიუსი და 5 თუ 10. ის არ ტიდა არა, რაღაცა ისე. რა, მე 7-ად რო გაიჭიდოს, კმაყოფილები რო ვიყო. შევა 10-იანი მანქანა 7-ად იყიდო შენ, იმიტომ შეისაყიდელი იქნება ყველა ვარიანტში და ეხა მაგაზეც აი, ამაზე რა ვიდეო მახსენდება, იცი? აი, ბოქსში რო თავიდან მაგრად რო ბლატაობენ და მე რო ნოკაუტით გდიან. აი, ნოკაუტით გადახებ ამ GTS დაგდება. მე ჩიკო რატო დაგვიჩაქრე? აი დაბალი ღობეა, მანქანა არ ყავს ეგრევე, high level-დან დაიწყო. არა, ნუ რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩიკოს ჩართვა ამ ჩანელში, მაგრამ იმენა შენი და იმენა შენი ბოლარი მქონდა პირადად. დაგდებულზე უნდა ვარტყმები რა ჩიკოს. ჩიკო დაუყენოთ იმ მოტოციკლეთს, იმ სად გიხენია, მომას წამო ერთი წამი რა, იმე. გვანა ეგ უნდა წაგართვათ ძმაო. გათამაშება იმისი მანქანის ჩვენ გამომწერებში და ამითი გაკატავება ძმაო. საჭეც არა ისა. მოტოციკლეტია შეში.
ფეხზე გაიხადე, რასაკე. იმენა ბანგლადეშში რო გადახვალ, იქ იმოძრავე. ფირმა მართლა გადაობის გარეშე. რა ფირმა, შეშე ფირმა არა, ეგეთ რაღაცა. არა, რა ქვია მანქანას, ვიღაცა მოაწყო. მოდი, აი რა ქვია. Mercedes-ია ძმაო, იმენა. რომელ მანქანას მოაძრე ხა ეს ის. შენ მანქანას. ოცნერ სიზვრებში იმენა. ჩასვი ბარემ ინტეგრაცია ჩვენ ვიდეოშიც, რომ Tesla სერვისი გაქვს და Mercedes-ებს აკეთებს. ბიჭო, შეხედე. გამოიყენე ეგ შანსი კიდევ ერთხელ. ნუ ამას ახალი ბოდიკიდი დადგება ამას და მეთანოლიც დადგება, რა თქმა უნდა. რა შეეცია მეთანოლი? მე კი არა შეეცი ყველა მანქანას რომ მეთანოლს. ხო, ჭირდება და მაგითო, უნდა იცოდე მაგდენი. ხო, ზოვას გასაღებად გინდა რომ ვითომ მაგარი კონტეინერი მომაქვს. 1000 წელი თუ გინდა მეთანოლი უნდა. კონტეინერი მომაქვს ხა მეთანოლი. გაში ყველა მოსვლაზე ახალ GPS-ები იჩდება GPS-ების. CL63 ჩვენი მეგობრის არის. ნუ ესენიც პატარ-პატარა სერვისებია მოსული. მოკლედ მეგობრებო, უფასო რეკლამას ჩაგისვამ. GT კლასით უყავთ 4 არა 2 კარა, აგერ ვიტო მოტორში მოდე ეს კაცი გაგიხრით საკაიფოთ იმენა მოგემსახურება, არ შეეშლება, кайფასების დაბრეხო ჩვენი ის პრომოკოდი უხეში ახსენე. ბაზარია. მაგარი რაღაც მოვიფიქრე. უხეში ჯახი 2025 არის ძმაო, ჩვენი ჩელენჯის სახელი იმენა რა. რაღაც საინტერესო ხდება, ანუ მარტო ყვირილი აღარ მიწევს ამ ეზოში. მეზობლები დაიღალო, ძმაო, უკვე რომ აი რო ყვირი უკვე იციან რომ დინარას არიშვილი რაღაცა. მანქანაზე გადაწყვეტილია ჩამოვართოთ ხელი. ანუ პრიზი. 5-დან 10-მდე. მე თან ახმა ვარ CLS-ი. ეხლა თქვი როდის დგებით? როდის დგებით? ანუ პირველი ჩელენჯი არის. ნების როც ეხლავე გინდა, წამოდით ეხლავე. ეხლა წამოდი. უставი დაკეტილია, ეხა იქ რო არ დაგიდგები ბაზარზე. რომელი ბაზარია, ეცი 12 წამ გავაღებინე, ზმაო. გავაღებინე, ბიჭო. პირველი ჩელენჯი გადაწყარო არის CLS-ი და M4, მე და შენ როდის დგებით მაგ მანქანებით? ლუბოი დღეს, მაო. აი ის ლუბოი დღეს დადგა, რა თქმა უნდა, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ვარ. კიდევ ერთხელ აგიხსნით, ნიკუშამ პეტაშუმა გამოგვიწვია ჩელენჯი. ჩვენ დავთანხმდით ამ ჩელენჯს. 5 ეტაპისგან შედგება ეს ჩელენჯი. 2 დრაგი იქნება, 1 ოფროუდი იქნება, 1 დრიფტი იქნება და კორვეტით იქნება წყვილთა რბოლა. ნუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ M4 იყო სიახლე ჩვენს არხზე, ამ წლის ამომავალი უხეში დრაგსტერი არის, ამიტომ პირველი დრაგი გადაწყდა რომ იყოს M4 CLS-ის წინააღმდეგ ტიტანების ბრძოლა იქნება დღეს. ერთი სიტყვით ეს ჩელენჯი გაგრძელდება მთელი წლის მანძილზე, წლის ბოლომდე უბრალოდ და პირველი დრაგი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძალიან ცოტა ხანში დაიწყება. წესები ძალიან მარტივია, ნუ 402 მეტრზე დავდგებით, 3 გარბენი იქნება, 3-დან 2-ს ვინც გაიმარჯვებს, ის იქნება გამარჯვებული. მოდი პირდაპირ ვიტყვი, აი ვინ მოიგებს, აი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავასწრებთ CLS. CLS-ი მევასება ყველა მისის, მაგრამ ნუ ამ M4 CLS-ი ჩემი აზრით ვერ გაასწრებს. აღარ მოგაცდენთ, ეხლა შეგვიძლია პირდაპირ სტარტის ხაზთან გადავინაცვლოთ და ჩავაჭიროთ. მე დღეს სამწუხაროდ ვიქნები დროშის დამქნევი, უпростоრად ხელის დამქნევი ვიქნები, სტარტი უნდა მისცემ დინარაძეს და პეტაშულს. ნახოთ ვინ იქნება დღევანდელი უხეში ჯახის გამარჯვებული. წავედით.
1-0. Всё, ეგეც 2-0. ხა ვერ დაიძრა ძმაო და რაღაცა ეგ ვერ დავლანჩე ეგ არ მაინტერესებს მე. მესამეც უნდა დავდგეთ უეჭველი. არ დაილანჩა და ძრავი გასკდა და ეგეთები არ გვინდა ეხა. რატო უნდა გავიდე? წაგე? ერთი ბაზარი არ ამა, მესამე უნდა გავიარო. მაიცადე ეს წაგება არ არის მეორე? ვერ დავიცარი, დამინე ინფრა და იდეაში ისე წაგება, მაგრამ კაი ჯანდაბას. მე რა შეიძლება იყოს, ხო გაინტერესებს მესამე. კაი, დავაი, კი ბატონო. თუ გინდა 5 ჯერ გავიარო ხო? What დაისტუკა? What დაისტუკა? კაი ძმო, დავა. Yo, vamos. ნიკუს წაგება და მოგება ძმები არიან ძმა გული არ გაიწია ხო მოწყენი სახეები დღეს მარტო შენ გექნება ერთი სიტყვით ნუ აი დრამების გარეშე პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე რა ჩვენ ეს მანქანა რომ გავტესტეთ რავი ტრაკით ვიგზენი რომ ვერ გაგვასწრებდა და ბევრი არ გვინერვიულია იმიტომ რომ ნუ ამაში ჩავდეთ ყველაფერი მთელი დრო ენერგია ფული მაგრამ მე უნდა კითხო მაინც შენ იყო ბოლომდე გამართული შენი მანქანა და რას ელოდებოდი აი მაინტერესებს ეთანოლი გეყენა მოკლედ არ დავიწყებ თავის მართლებას გაიმარჯვეთ ძალიან მაგარი მანქანა ყავს ფაქტია რა ძალიან ჩქარია მაგრამ ამ მანქანას რაც შეეხება მეორე გარბენზე კოლოფი დაბუქსავდა კოლოფი არ გამიძლიერებია უფრო ველოდებოდი რომ მე შედეგს მივიღებდი მაგრამ ამ ეტაპზე ნუ ესე მოხდა რომ ნუ არ ვიმართლებ თავს მოკლედ რა მაგრამ რევანში აუცილებლად იქნება მაგერს დავგეგმავთ ეხლა უნდა მე თქვა ან თანმიმდევრობა რომელი იქნება ამის შემდეგი დრაგი იქნება დრიფტი ოფროუდი თუ ტრეკი ეგ წინასწარ არ ვიცით დროიდან გამომდინარე და მომზადებიდან გამომდინარე ეგ ყველაფერი გადაწყდება მაგრამ ის პირველი ჯახი შედგა რავი საკმაოდ კარგად შედგა რავი ექსესების გარეშე რა თქმა უნდა, ნუ ეხა ცოტა მოწყენილი იქნება ნიკუშა, მაგრამ არაუშავს, ეგრე ხდება ხოლმე. ზოგადად დრაგი ეგეთი მე რაც მინდოდა იმას მივაღწიე, ჩელენჯი ჩაერთეთ. აი მე გაგვაღიზიანე. და ნახოთ, ანუ წინ რამდენი ჩელენჯი გვაქვს? 4 ჩელენჯია დარჩენილი. ხო, ნუ არა, იმედი რო აქვს მაგაში, რა ვიცი, წარმატებები. მაგაში დარწმუნებული ვარ, მე ვარ. შემდეგი ვარ მე. ერთი რა შემიძლია თქვა უკვე გაგიტრაკეთ, მაგრამ ნუ CLS-ი ძალიან მაგარი მანქანა, მით უმეტეს ეს მანქანა ჩვენს გადავიქეთ და უმაგრესი მანქანაა. პირდაპირ ვიტყვი ზედმეტი გატრაკების გარეშე, აი 99% ჩვეულებრივი მანქანა რომ მოიყვანო, ცოტა გაკეთებული, ან თუ გინდა ძალიან გაკეთებული, ამასთან წააგებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მანქანა უბრალოდ ცუდი არაა, ჩვენ ყავს ნადირი. ამიტომ ჩვენი საქართველოს ტური რო გვაქვს დაგეგმილი 20-25-ის, მან გეპატიჟებით, მაგარი მანქანები გყავს და გაგვიხარდება ჩვენთან ერთად თუ შემოგვიერთდებით და სხვადასხვა ქალაქებს ვესტუმრებით. გეულდებით ჩვენს უხეშ გარბენში.
ერთი სიტყვით უხეში 1 პეტაშვილი 0 1-0-ს ვიგებთ დაელოდეთ მომდევნო ჩელენჯებს. კიდევ 4 ჩელენჯი იქნება წინ. ამიტომ ჩვენ ვიდეოს აუცილებლად უნდა უყუროთ. დღევანდელი ვიდეო დრაგს ეხებოდა და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩატარდება უხეში დრაგ რეისინგი. ამიტომ ყველას გელოდებით იქ და რა თქმა უნდა პირველად დრაგ რეისინგზე, ანუ ჩემპიონატში ოფიციალურში ნახავთ ჩვენს დასრულებულ M4-ს, რომელსაც მართავს გიორგი მდინარეძე. გელოდებით ყველას, დასწრება უფასოა ჩვენი გამომწერებისთვის და ეგ დღე უნდა იყოს დაუვიწყარი. დროებით.